ილე ჭავჭავაძე არის ჩვენი ნაციონალური იდენტობის გამომხატველი, ხო? აი რასაც იტალიელები ეძახიან პატერ პატრია, ხო, არ მამა ერისა. ხო. მაგრამ მე გახდა წმინდანი. ეკლესიამ შედაწყდა წმინდანად. აი ვეფხისტყაოსანი, რა თქმა უნდა, არ არის რელიგიური გაგებით საკრალური ტექსტი, მაგრამ ნაციონალური იდენტობა, აი ნაციონალური ნარატივი, იდენტობა, იდეოლოგია ის ჩაიწერა ამ იმაში რა. მოდი დავიწყოთ და ისე ვიკავებთ თამას. ხო, ესე ჯობია. მოგესალმებით, ვაგზელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გუიმრაძე წარმოგიდგენთ და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ზაზა შათირიშვილი. ზაზა, გამარჯობა. გამარჯობათ. ესე იგი, საინტერესო საუბარი დაიწყო ესე ვთქვათ. სხვა რამეზე დავიწყეთ, ესე იგი, რაც მაჭო ხელს და მე მგონი. ხო, ვიდრე ესე ვთქვათ, დავიწყებდით ისო. კი. არა, ფარიკაუბა კი არა, უფრო იქნება აი სხვადასხვა აი ძიება საუბარში. ჩვენ რეალურად გვინდა პასუხი, უკვე კარგა ხანია, რომ აი რა არის ვეფხისტყაოსანი დღეს ჩვენთვის. ხო? ანუ აღმოჩნდა რომ არც ესეა საქმე, რომ ხალხი არ კითხულობს და არ იციან და რაღაცა, არც ეგრეა რა. თუმცა არც ისეა. არა, არც ისეა რომ ყველა კითხულობს, არა, არც ისეა რომ არავინ არაფერი არ იცის. ხო, აი მეციდება, აი რაღაც შუაშია რა. ეხლა იცი რა არის საინტერესო, ალბათ არავის არ ექნება ეგ სტატისტიკა, მაგრამ რაც ეს ამბავი დაიწყო, რამდენმა გადაიკითხა. მე დიათებზაძე დამირეკა, მითხრა ერთი რაღაცა. ნაცებმა მაგარი საქმე გავუკეთეს, სრული ანშლაგი არისო. შაბათს რო ვიყავი, ნემსი არ ჩავარდებოდა. და რაც შეიძლება გადაკითხვას სტურუას აი ამ ტექსტში აი რაც არის გაკეთებული ერთი ყველა სიტყვა არის ვეფხისტყაოსნიდან მეორე მომენტია როგორ არის გადანაცვლებული მაგრამ ყველაფერი თავიდან ბოლომდე აი როგორც სპექტაკლი არის მოზაიკა როგორც მუსიკალური გაფორმება მოზაიკა ასევე ტექსტიც რომელიც ისმის არის მოზაიკა მოდი მე თუ ეს საუბრობთ, მაინც უფრო ცოტა ვეფხისტყაოსანზე ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი სადაც როგორ შეგოფასებენ იმ თავით თუ არის ნათელი, ჩვენ ვინა ვართ დაწყებული რომ მოკრავენ, ხო უკვე ცუდები ფილოლოგები არა, ქართულის მასწავლებელი გუწერია დიპლომში ორივეს. კი გიწერია, მაგრამ შენ მაინც უფრო განსაკუთრებით და მეც არ ნაკეთებ, უკვე და ეს ცნობილია ეს შეფასება, იმიტომ რომ მაგრამ ეს ერთოთი გვერდზე გადავდო და ვთქვათ არა, ორივე აქედან ერთად. არა, რაც გქონდა, პროფესიონალი პატრიოტების მხრიდანაც. მოდი ვეფხისტყაოსანზე. აი პირველი ეს თემა აშკარად რო ცდება, რატო გეუბნები თეატრცოდნეობით საკითხს, ეს ნათელია. ამაზე შევთანხმდით და არ შევიდეთ ახლა და საერთოდ ესე იგი ვთქვათ, რომ დამოკიდებულება მიდის ქვეცნობიერ რაც ვიცი, ესე არ უნდა დადგმულიყო. როცა ესე იწყებ ამ თვალსაზრისით, რომ რაც არის ეს არ მომეწონა კი არა შეიძლება მოგეწონა შეიძლება არ მოგეწონოს ეს გემოვნების საკითხია და სხვა შორის ერთი კი არის გუშინებელები მეგობარს რომ ერთ-ერთი ის ფრაზა არის ბზნული გამონათქვამები და ზოგჯერ ბზნული გამონათქვამები მაგარი სულელურია მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ და გემოვნებას დაობენ რა ომებ ზუსტად ომები მაგის გამოხდება არ დაობენ და აბსოლუტურად ხო იტყვის ადამიანს თავი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგეთი საბარ ეს ამაზე არ არის არ მომეწონა მე რომ ვიტყვით რომ ეს ისახიო მომეწონა აგერა ესე არ როცა ამბობი რომ ესე არ უნდა დადგმულიყო აქ დგას საერთოდ ამბავი რომ საერთოდ არ უნდა დადგმულიყო იმიტომ რომ შენ ვერ მონახავ მე კითხულობ ახლა გამაინტერესა სხვადასხვა მაგალითად ადამიანი წეს რომ პროფესორი სხვა შეწავიკითხე დღეს წავიკითხე რომ პროფესორთა ჯგუფი შეიქმნასო როცა ამ ტექსტს ვეხებითო და რომელიცო ესე ვთქვათ გამარტავენო და რუსთოლოგებიო როგორ უნდა იყოსო იქ ყველა მოგდა საწყალი იმ კომისიის ეს ალიკოს მამა იყო თავმჯდომარე გახსოვს ხერას გეუბნები როგორ არ აქვს მაგრამ მე ვსწავლე ტექსტის დამდგენი კომისია ხო და არავინ აღარ არის ცოცხალი ლახტაკ მეუშვეც აღარ არის ნუ შელაპარაკობ სწავლულ კაცთან ხო და ხერას მომისვენე როდესაც ამ საბჭო როცა ვსაუბრობთ ამაზე ესე იგი ფაქტობრივად არის ჩვენ ესე ვისაუბრებთ საერთოდ როგორი ტიპის ძეგლია და ჩვენ რა ცხოვრებას ასრულებთ ნუ თეატრში არ შეიძლება დაიდგას სხვა შორის ახალგაზრდებმა გააკეთეს აქ თქონდათ მოტანილი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობები და ცდელობები იყო
იქ რაღაცა იყო ისეთი, ადამიანური თვალსა რაღაც მოსაწვევი, რაღაც არ მოსაწვევი, მაგრამ მე ამ კუთხით არ შევხედავ ხელოვნური ინტელექტი კინოს სახით გააკეთეს? ხო, ცდილობები თუ ანიმაცია, თუ ორივე იყო? ხო, ესე თქვა რა. არა, არც ესე თქვა აი მოიტანეს იყო რაღაც ცდილობა. ხო და საერთოდ როგორ უდგებით ეს ხლა ამას შეიძლება თუ არა დადგმა. თქვა ჩვენ ამას უდგებით სიტყვაზე როგორც თქვა რა არის ეს აი ოდისევსი და როგორც ოდისევს და ილიადას აი თქვა ხარ შეგვეშედეს ამი როგორც პლატონი უყურებდა თქვა ოდისევს და ილიადას ხო არ უყურებდა მე მაგალითად შეგვიძლია არ უყურებდა ვიცი როგორც უყურებდა და არა როგორც უყურებდა ისე უყურებთ ხო მას მიაჩნდა რომ ეს არის ღმერთების გმობა ახლა მაგასთან შეთან არ დავიწყებ კამათ კი არის მაგრამ არა თუმცა ცუდი არ არისო ხო ესე ვთქვა თვითონ სტატია მაგრამ ჩემს სახელმწიფოში არ მინდა ჰომეროსმა თქვა ბევრი უმართებულო რამ ღმერთების შესახებ ამიტომ ჰომეროსი არ უნდა იყოს მოქალაქე ხო თავისაღებ ამ პოლისში კი ბატონო მოკლედ ეს რა არის ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ რომ ვებსტყაოსანზე ამბობ ხო ვებსტყაოსანზე აი მე მაგალითად აი და ამაზე შენ კითხვი რომ ვერ წაიკითხა მე მაინც გეტყვი რომ წინა ცხოვრებიდან აი მასწავლებელი რო ვიყავი სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა ადამიანებთან რო პროგრამაში იყო უნდა წაიკითხოთ ეცი რა არის ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ წაკითხვაც არის და წაკითხვაც ჯერ ერთი პროგრამაში რო იყო დამიჯეროს ეს საუკეთესო მას უკვე პრაქტიკაში გეტყვი მეთოდოლოგიაც ძალიან ცუდი იყო არა განზრახდა ვინმეს არ ვაბრალებ ამას ახლა გარჩევის წესზე ამბობ შენ გინდა გარჩევის და თვითონ მადლობაც როგორ ეგზადაცი თემა არის ესეთი ამ ხელა ეს მოვიდა ჩვენ თავი და მომდი გავდიოდით საბჭოთა დროზე გეუბნები ჩვენ რო გავდიოდით არა აი ეგეც ჩვენ დროს არ გავდიოდი ანუ შენ გავდიოდი შენ ამბობ როცა მასწავლებელი პატარ არა ჩვენ როცა ვსწავლობდით მოშინასაგებ როცა ჩვენ ვსწავლობდით ეს იყო ნათაზის წიგნით არა ჩვენ დროს არ იყო ჩვენ რო ვსწავლობ შენ აიწმე და შენ ცოტა ასაკობრივად ამიტომ დამიჯერე ხელ კი მე კარგოს მომწია ვეფხისტყაოსანი ჩვენ დროს იყო ნუ კუპიურებით იყო შანიძე ბარამიძე სამეულის წიგნი ციტადადება თუ არ მიმართქვევია არა რომელიც წიგნით სწავლობთ მაგრამ მათი წიგნი კი არ იყო ვეფხისტყაოსანს ტექსტ გეუნები ხო ტექსტი იყო ერთი ამოჭრილი მეორეც ერთი ეს იყო მერვე კლასში ვიცი მერვე კლასში წარმოიდგინე ჯერ ასაკი 15 წლის ახლა წახვედი მე-7 კლასზე რაღაც და ერა და მოხვედი მე-7 კლასელი ბავშვი ხარ რა მართლა ყმაწვილი და მოხვედი მერვე კლასში და პირდაპირ დაგეჯახა შუშანიკის სამება ერთად გადიოდეს ყველაფერი ძველი ქართული ლიტერატურა აგეოგრაფია მე ვეფხისტყაოსანი ეხლა შეგვიძლია სრულიად უცხო ენობრივი გარემო უცხო ესთეტიკა სრულიად და უცხო ამბავი ნუ და გარჩევის წიგნი თან გეუნებიან ჩვენი სწავლების მეთოდი ახლა სტანდარტიზაცია იყო ისევ გეუნებიან არამე არა ცუდად მაგრამ თან გეუნებიან გარჩევები და სხვა შორის პრობლემა იყო რომ რატო უჭირდათ ბავშვებს წერა იმიტომ თან ეუნები რომ გარჩევა შენი აზრით დაწერე და რა უნდა დაწერო შენი აზრით და წიგნიდან არ გადაიწერო და იმ გარჩევას წიგნიდან თუ არ გადაიწერებდი რა უნდა დაწერო ახლა წმინდანის ცხოვრება რომელიც საერთოდ არ გესმის რატო უხარია ადამიანს თუ რატო ის არის მატლები რომ დაისვა და რატო არის თავშეწირო მოკლედ ეს და რომელი წელია მე ვსწავლობდი ხო 70-იანები 75-ში დავამთავრე ალბათ 72-ში ალბათ და მე აქედან უცებ გადადიხარ ვეფხისტყაოსანზე და მე მოგცემ და აი ეგ იწყება თავი და ნუ გარჩევის წიგნები რომ ეს დიდი პოეტი რა ნუ ყველამ ვიცით მანამდე ვეფხისტყაოსანი ისტორია ის კარგად საქართველოში და გარჩევის წიგნიდან თვითონ ეპოქა კონტექსტი იცი რა არის ეპოქაც იყო და კონტექსტი როგორ არ მახსოვს მაგრამ ტექსტი სხვადასხვა ეს არის პრობლემა ხო რომ ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით იყო უფრო მეტი ვიდრე ლიტერატურის ცოდნობის თვალსაზრისით აბსოლუტურად ესე იგი ვინ იყო რა იყო თუ არ იყო ყველაფერი ეს იყო რა იყო მაგრამ რატო არის ეს პოეზია კარგი და რატო არის ნაწარმოები ეს არ იყო და მე იწყებოდა ამბავი კი მართალია რომ ესენი არიან იდეალური გმირები ეხლა წადი და გარჩევა დაწერე ქალთა და ხას იდეალური ქალები ქალთა სახეები და აქედან უნდა იყო რომ ესენი არიან ეს იწერებოდა რომ ეს არიან კარგი ქალები და მოკლედ დადებითი და ფატმანი არის ცუდი ნუ რაღაც ისეთია ცოტა ისიც ამოჭრილი იყო რა ზედმეტი იყო და კიდე რატო იყო ამბავი რომ მომსვენა და იყო მეც პრობლემაში იმიტომ კი არა მე ზეპირობის ძალიან მომხრევა როცა კონდებასაც ავარჯიშებს და ისიც ტყუილებს შობლებს რო უთხრა რომ მათემატიკა არ ჭირდება ეს ის არის მაგრამ როდესაც შენ
აი სწორედ საკრალულობას მივადგებით, ამ როცა შენ შინაარსი კარგად არ გესმის და არის და მერე იწყება უცებ დაჯახება, რომ მას დროში შეზუდული ხარ სასწავლო პროგრამა მე ამაშენდა და აბა წავიდა ნესტანდარიანის სერბილი ზეპირად, ზეპირად და იწყება რაც მაფრთხოს არა ყველა კაიმასებელი ამას უulis გვერდს და რაღაცნაირად ახერხებს, მაგრამ სიამდვილეში იწყება ერთგვარი შიში ან განზიდვა ამ ტექსტიდან. ეს არის ჩვენ საზოგადოება შეიძლება ვთქვა და მე მთელი ცხოვრება ეშინი ამასთან მიკარება და სამაგიეროდ ესეთი რაღაცა ეს ხო არის წიგნი დევს შეხვალეს და რამდენიმე გამოცემა უნდა იყო ჩვენ დროს ინტელიგენტურ სახლში უნდა ყოფილიყო რამდენიმე გამოცემა ხო და ნახე დევს ეს ხო ვიცით რომ დიდია აი ეს არის სიტუაცია ეს ხო ვიცი არა რომ ეს დიდია დიდებული არავინ არ გაბედოს ამაზე ცუდის თქმა ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ნაწარმოები ზათავარ ამისთვის ავისხა ფარი და მახვილი და ვიომო, მაგრამ არ წამაკითხო. მე ხლა უტრირებ და უტრირებ. არა, ძალიან მაგარია. აბსოლუტურად მართალი ხარ. ხო, აი ეგეთი სიტუაცია არის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემ ყოველდღიურობის ესე ვთქვა. და პარალელს მოგიყვან მაგის, არაჩვეულებული. ხო, აი ხა ნახე, ეს ქნა გარკვეულწილად. ეხლა რატო ეს? ჯერდი შეუძლებელი იყო, იმიტომ კი არა აკრიტიკებ ახლა იმას. იმ საათობრივ სისტემაში მაშინაც და დღესაც სრულიად შეუძლებელია ამას უკვე ეს ახლა რო რეცი რომ ახლა სულ ადგეს ესე იგი და თელი ისო და დამესიოს მაინც აგერ პრაქტიკაში ნებისმიერ მასწავლებელი თუ ვინ აქ მოვიყვანთ სულამ თქვა ეს რო შესრულფასოვნად ასწავლო იმ აგეოგრაფიაში ეს არის გამორიცხული თემა ამიტომ მე კი არა მაგ ჯიბეში რეცეპტი როგორ უნდა იყოს მაგრამ ეს სხვანაირად უნდა იქნას ეს ამბავი და პლუს ამას ხდებოდა ეს საკრალურის ელემენტი სულ იყო. როგორც კი შემოდის, მაგალითად გონია რომ ეს არის იდეალური ადამიანი, მე იდეალური ვის როგორ ესმის. ესეთი ცემა და მე ადამიანთა წნეხი კიდე ბავშვზე რა. ჩვენ ეს ხო თავისუფალი აზროვნება ვითომ რას ვამბობ. უნდა განავითარო, მაგრამ თან წერო თავისუფალი აზროვნება. ამ დროს ესენი თავისი არსებით ადამიანები არიან, ესე არ ცხოვრობენ ამ იდეალური იქ კიდეც შესწავლასაც უშვებენ, სოდვასაც ჩადიან, ამასაც ჩადიან, კათარზის განიცდიან, ხო და შენ ახლა იძულებული ხარ რომ წერო და ამან მოიტანა. აი ხლა ბხიანობაში მივედგეთ. ეს ზეგლი რა აი შეიძლება მას ჩვეულებრივად გააკეთო სხვადასხვა ინტერპრეტაცია გააკეთო თუ ერთი ინტერპრეტაცია უნდა იყოს. აი შეიძლება რომ მაგალითად ესე მოიაზრო და ეს მე ესეთ მარტივ კითხავს უნდა მე ერთი კიდე კარგი რად მოხდა და იქნება ვისაუბრა ამაზე ლაპარაკი უნდა იყოს იმიტომ რომ ბოლოს როდის ვნახეთ ჩვენ რომ ვეფხისტყაოსანზე ლაპარაკობდა ეს ხალხი და ერთი დადებითად გამოიყენოთ იმ დროს როდესაც აი მე ზაზას ყველა ელოდება რომ ახლა მას შევეკითხებოდი ახლა ორბანის ამბავს და დღეს რომ სოფლიო აი მომისვიდე სოფლიო მე მეჩვენება ეს და მე არ წავიდეთ რომ ქლიანობაში ეს დრო გავა ესე მეჩვენება თვითონ თავისუფლებით ვისარგებლე და ვიტყვი ერთი 20 წელი რო გავა 30 იქნება რომ აი ქაოსის პერიოდი სისულელე რო არა თქვა ქაოსის პერიოდი იმიტომ რომ როდესაც ესე თითქოს ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთ საქციელში რომ პირველად კი უყურებ რომ აი ვეფხისტყაოსანი თქვა ან არის და ან არის მაღლით ხედი ან ძაბრძენიაო და ან აბეტანიო არიანო ხო ამ დროს ჩვენ ვეფხისტყაოსანზე ვსაუბრობთ იქნება ამან გავერკვეთ ჩვენი იდენტობის საფუძველში რა არის და ესე აი რა არის ძალიან მაგარია მოდი დავიწყოთ იქიდან მე ძალიან მომეწონა რაც შეთქვი აი არაჩვეულებრივია რომ დიდია მაგარია სისხლს დაუღრებისთვის მაგრამ არ წამაკითხოთ არის გენიალური ფრანგული ფილმი 50-იანი 60-იანი წლების მე მგონი მაინც უფრო 50-იანი აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელოვნური ინტელექტით არ ვსარგებლობთ ეხლა იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტისგან ჩვენ იმით განსხვავდებით რომ ვუშვებთ შეცდომებს და გვაქვს იუმორის გზნობა ხო და გავაგზავნოთ ანუ ზუსტად არ მოსწონს მე მგონი ქვია მატარებელი მთავარ როლებში თამაშობენ მიშელ სიმონი ფრანგი და ბერტ ლანკასტერი ამერიკელი, მაგრამ ბერტ ლანკასტერი თამაშობს ბევრ ფილმში იმ პერიოდში, მათ შორის ლეოპარდში თამაშობს ვისკონტისთან. მოკლედ ფრანგული ფილმია. ეხლა არ მახსოვს რეჟისორი თემას, მაგრამ რაზეა. 44 წელია და ოკუპაციის ბოლო პერიოდია, გერმანული ოკუპაციის და გერმანელებს ყველაფერთან ერთად ლუვრიდან გააქვთ ნახატები და ძვირფასეულობა. ნანახება ხე. ხო ნანახება. ეხლა რა ხდება? ბოლო სცენა არის ესეთი. გერმანელი ოფიცერი საოცრად დახვეწილი განაწილებული. უკაცრავად ხო ის არის საგურებზე რო აკეთებს ხო? კი გენიალური ფილმია. ბერტ ლანკასტერი არის ფრანგი გაუნათლებელი მუშა.
და ბოლოს არის სიტუაცია, რომ აი ჩაკეტავს ეს კაცი მაინც ეს რეზისტანსია ეს რა ქვია, ბეტლანკასტერი და გადაუდგებენ ეს პარტიზანები და ჩამოდის ეს გერმანელი ოფიცერი, რომელიც არის დახვეწილი, ყველაფერი იცის, აი ლუბში რა და უწყებს ლაპარაკს, რომ შენო ხარო აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანიო. არაფერი არ გინახავს, ლუბშიც არ ნახარ ნამყოფიო. შენო გითხრესო, რომ ეს არის საფრანგეთის სახელი და დიდებაო და ლუსაკრა ხო და მთელი ამ სცენის განმავლობაში ბეტლანკასტერი ხმას არ იღებს, როდესაც ის ამთავრებს საუბარს ავტომატით კლავს. აი ეს გენიალური რაღაცა. აი ეს არის პასუხი. ეხლა რა შეეხება იმას რა ქვია, დააბრუნება ლუბში რა თქმა უნდა. რა შეეხება რასაც ჩვენ ამბობ, ხო? ესე იგი შენ გახსოვს გადასარევად, ხო? ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლაში წერია, რომ იერუსალიმში რომ მიდის რა უფრო ადრე ნიკიფორე ირბახმა აღმოაჩინა ეს ფრესკა, რომელიც არის იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღსარებლის ფეხრთით, ესე იგი მასშტაბი რო თქვა, აი დაახლოებით აი ხო ნამყოფი ხარ, ხო? და იქა წერი ამისა დამხატველსა შოთას ღმერთმა შეუნდოს რუსტველი და პირველად იქ გაჩნდა აი ნიკიფორე ირბახს გაუჩნდა აზრი, რომ ეს რუსტველი, რომელიც მე რუსტველი ხელობით თავის საქმეს ამად არის, ხო? აი ეს რუსტველი არის შოთა. მე ეხლა ტიმოთე გაბაშვილი ერთ საუკუნის მერე ჩავიდა 18 საუკუნეა, ხო და ისეს რომ აი შოთას ის არის და გამოსახულება ეს ის რუსტველიაო, რომელმაც ჩვენი ქალები გარყვნაო და ფერმარილის წასვლა და ის ასწავლაო. ნუ ეხლა ის რომ წავდნენ და რაღაცა ეს არ შესაძლოა სიმართლეს უბრალოდ ვახტანგმა რომ დაბეჭდა იქ იყვნენ გადამწერები და ეს იყო ასე ვთქვათ კაპიტალისტური ამბავი იყო რა. აღიქვეს როგორც კონკურირული შეეფირმა, რომელიც მათ და რამდენიმე ხელნაწერი რამდენიმე ნაბეჭდი გააფუჭეს ეს ვახტანგის 1725 წლის თეორემ ესე ვთქვათ ხა ისტორიისთვის და ხალხმა რომ ისმენს რომ ხა კიცება ხო რა გჯდება და მაინც რაღაცები უნდა გადმარტოთ, ნახე ვახტანგი რო ბეჭდავს 1712-ში მანამდე ფსალმონი დაბეჭდა, ხო თვალთების და ჟამი დაიწე 1712 ესე არ არის 1709-ში გამოდის სახარება როგორც ეს რამდენჯერმე დაბეჭდა მაგაზე ცალკე ისტორია რომ რამდენჯერმე სხვათა შორის მისი კომენტარი არ ემთხვევა ტექსტს, ეს ყველაზე რუსთველური თვალსაზრისით ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცა. ხო და თუ გინდა ვახტანგის ნობელი კომენტარი ჩაურთავ რომ ხიცი შემთხვევით დაადგინეს ეს ერთხელ კი არ დაებეჭდა წლების განმავლობაში ბეჭდებოდა და იყო თქო ცნობილი კამათი ხა თავის დროზე რომ ამებზე რომ ის რო იყო რომ იტყვია რომ ვექსტჰაუსენზე და მართლა ლიტერატურაზე მიდიოდა კამათი და არა ვთქვათ ესე ვთქვათ ეხლა ყველა საერთაშორისო პოლიტიკაზე აგერ კაცი ურბანზე ცდება ხოლმე ხო და არა და ხო იცი რა შეუძლია ხო და მოკლედ ეს არ თქვა რომ ორბანს ვერ მიაბარებო ხო და გავაგზელებდი მაგრამ ციხეშია კაცი ხო და ნახე ინგოროყვა ამბობდა რომ მოკლედ ესე წერია ტექსტში და კორნელი კეკელიძე ამბობდა ესე ტექსტში და ეს გადაიზარდა ძალიან ცხარე კამათში ერთმანეთს შორის ხო ძალიან ცხარე კამათში ისე რომ აი შეურაცხყოფის დონეზე და მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა და ბოლო ხალხი ამბობს რომ ერთი ამბობს რომ ესე წერია და როგორ წერია ეს ორივე აქვს ტექსტი ხო და ნუ ბოლო რა გახდა ხა და კრება მოიწვია ეს აკადემიკოსი მთელი ამბავი და ორივე უნდა წიგნი მოიტანოს რა უნდა ჩახედვა და მაგარ მახსოვს ერთ-ერთი ბატონო მაგარ შეიძლება ხამის ატანო რა ერთ წელია ამას დაუფთო და აჰა ბატონო წიგნი ნახეთო და არ ვიცი ხა ვინ თავმჯდომარეობდა მაშინ და ბატონო წიგნში ესე წერიაო და აწერია თუ არა ესეო კიო ესე წერიაო თავმჯდომარე ხადაირია მეორე ვთქვათ კორთეკი რა სპეცპარაგებითო აგერო წიგნიო მიიტანა და ნახეს და აქ ესე წერია იქ ესე წერია კორექტურა და ნახეს რომ მე ეს თურმე განგზობითად იყო და ესეც მაგიტო არა თქვი კომენტარები რო იწერებოდა ეს წერდა სხვა ვარიანტზე მე აცდა მაგრამ ეხლა რატო გეუბნები იმ კომენტარებში რატომაც დავიწყეთ ლაპარაკი ჯერტი ხა მისგან ეს იყო ბილმა და თელი ამ სიტყვისთვის მაპატიეთ ვებსტყოსანზია მაგრამ ტექსტია და ყველა შეიძლება ნახოს გამოცემულიც არის და ელექტრონულადაც არის ეს ამტკიცებს ხალხო ესო თქვენო ნუ ამბობთ რომ საბუზაოდ დაწერება ამ სიტყვებით ამას იმეორებს სულ არ არის ეს საბუზაოდ საცოლკრო მორალისტური საცოლკრო ამითი ამას ტერმინი საცოლკრო ეს
სალცოლკრო და ვახტანგი. ის იყო და ამით ამართლებს რომ ეს რატო დაიბეჭდა. ანუ იქაც იყო ხალხი ამბობდა რომ შენო როგორ ესე იგი აი, ტიმოთესნაირი. ხო, არა, რატო დაბეჭდეს საერთოდ ეს? არა მარტო ხელნაწერების ამბავი იყო თქო მაგას გეუბნები. კი, რა თქმა უნდა. ხო და ეს რა თქმა ამით უნდა. და სული ამიტომ ძალიან ხშირად ამას მე ცერვეც ამბობ რომ ვახტანგი ისეთ რაღაცებსაც კი ძალიან რელიგიურით ხსნის, რომ ცოტა ნამეტად, იმიტომ რომ უნდა რომ სულ თავი გაამართლოს, აი ლიტერატურას ამბობს, რომ აი ნუ ხარ ლეგალური არ იყო, მაგრამ ეგრე ეს თქობა ის ვეფხისტყაოსთან სულ მოყვება. ესე ვთქვათ, ეს ნუ ეს გაიხსენე ანტონი რას ამბობს. შოთა ბრძენი იყო მაგრამ ამაოდ დაშვრა საწუხარს ესე. რატო დაშვრა ამაოდ? იმიტომ რომ არ დაწერა საღვთისმეტყველო ტრაქტატი და დაწერა საერო. ანუ ანტონი თვლიდა რომ ეს იმდენად ძლიერი მოაზროვნე იყო და ღვთისმეტყველიც თავისებურად რომ მოწდა ამ საერო ნაწარმოებებს. შეხო იცი, მაგრამ ჯერ თავიდან ვთქვათ რომ კარგად იცი რომ აი ბიზანტიური ლიტერატურა, ამოდენა ლიტერატურა, გეოგრაფია, მაგრამ აი გეოგრაფია იმდენად ძლიერი იყო და მაღალი რომ ვერ გამოვიდა. ეპოსი არა აქვს. ამ ჩარჩოდან ვერ გამოვიდა კი ცადეს ზიგენის აკრეტი კი რაღაცა ალექსანდრე არის კომნენების ანა კომნენას ალეოლოგობისაც ვითომ რაღაც მაგრამ ნუ ახლა ვერ მოკლედ აი ესეთი ღირებული არ არის არაფერი. ახლა ვეფხისტყაოსთან ვერ მივა რა თქმა უნდა. დასაკვირველია. და ვეფხისტყაოსანი შეიძლება ცოტა აი გავლენიდან რო იყო გამოვიდა აგეოგრაფიიდან ესე იგი გამოცდა აგი არ გამოვიდა და რენესანსს რო ამობდნენ შალვანოსუბიძის თეორია და მაგრამ რეალურად მართლაც რო ვთქვათ აქ 100-ია თუ ისეა ახლა მაინც აქედან დაიწყო და იქით გადავიდა ახლა მაგას არ გვინდა მაგრამ აქ რო ადამიანი იქნა სულ აი ფრესკაზე ეს შევხედოთ ფრესკაზე თუ არის ერთ განზომილებაში და ფრესკას უყურებ და დიდებულობა არის ვეფხისტყაოსმა დახატა უკვე აორჯინების ადამიანი აი თუ მანამდე სიყვარული აგეოგრაფიაში ან არ არის ან და არის ის რაც აი არ წავიდეთ ბიზანტიურში ასაც ჩვენ უყურებთ გილოხასტელის ცხოვრებაში რომ ეს არის ადამიანი რაც სინამდვილეში დაბლაქცემს და გასუსტებს ხო და ისეთი რამე მეფე ამბობს რომ ნეტარმას კაცსა რომელიც ცოცხალი აღარ არისო და მართლაც შეყვარებულია და კონკრეტული ადამიანია ეს ნაკლად ითვლება და ვეფხისტყაოსანში უკვე ესე ვთქვათ სხვაში მოკლედ სრულფასოვანი ადამიანი შემოდის მაგრამ თვითონ იქ არის ეს გააზრებული პროლოგში ხო გახსოვს როგორ არ გახსოვს ესე იგი არის სამი მიჯნურობა პირველი თქვა მიჯნურობა პირველი დატომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგებიანად ანუ პირველი არის ღვთისადმი სიყვარული მეორე თქვენ ხელობანი ქვენანი რომელნიც ხორცს ხვდებიან მათ მასვე ბაძვენ აროდენ ასიძვენ შორის ხვდებიან ანუ მეორე ეს არის პირველი ეს არის ღვთისადმი სიყვარული მე ამაზე კი არ ვამბობ ამიტომ მე მგონია რომ არის სამი შაირობა პირველი შაირობა არის აი ხო გახსოვს შაირობა პირველად ეს სიბზნის ერთი დარგი საღვთოდ გასაგონებს აი ეს პირველი შაირობა არის პირველ მიჯნურობაზე გასაკვირველია ეგ არა მეორე შაირობა არა რაც გქონდა პირველი შაირობა შეიძლება იყოს მეორე მიჯნურობაზეც აი მის პრეტენზია აქვს პროლოგს ესე იგი არ გავიწყოს პროლოგის ავტორი მე-18 საუკუნეში კორნელი კეკელიძე მოდი ხალხს უთხრათ ერთი რაღაცა გენიალურმა კორნელი კეკელიძემ თქვას ესეთი რაღაცა ჩვენ არ ვიცით ვეფხისტყაოსნის შესახებ სამი რამ ვინ დაწერა სად დაწერა და როდის დაწერა ეს არის მე ესე ვიტყოდი რუსთველოლოგიის სამი მთავარი დოგმა აი ამას ვერ უარყო მაგრამ ხო ვიცით რაც დაწერა რაც დაწერა კი აი ბაგეზოლო რაც წერია კი რაც წერია აქ არის ესე იგი სიყვარული ეს არის უკვე ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარული წესად ეს აბსოლუტურად ეს ვახტანგი მაგას ამბობს ზუსტად და ამიტომ არის მორალისტური ხო ანუ ეს სიძვა არ არის ეხლა ჩვენ ეს რატო ვთქვით ეხლა სიძვა რატო არ არის იმიტომ რომ ის უპირისპირდება აი ხა მთელი ამავე რა არის იქ რა ამას მეორე კონტექსტიც აქვს იქ არის ნიზამი განჯევი და მისი პოემები ნიზამი განჯევის პოემებს რომ ესე შეხედო გეგონება რომ არის ეროტიკა და სინამდვილეში არის სუფიზმი ალეგორია მაგრამ ეხლა რა ხდება საინტერესო რომ ამბობენ სუფიზმის გავლენას მთელი ამბავი არის ის რომ ნოდარ ციციშვილსაც 7 მთიები ხო ბარამგურიანი და 7 პოემა ამ ნიზამი განჯევის რომელიც თარგმნა თეიმურას პირველმა
ხო შამი ფარვანიანი ვარდბულბულიანი ვისრამიანი ხო სხვა შორის არის პროზაული არის ორი ვერსია გვაქვს ყველგან მეგობრებო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიზამი განჯევის ეს რომ წაიკითხოთ მაგალითად half paikar 7 მთიები პროლოგი არის სამჯერ დიდი ვეფხისტყაოსანზე რას ამობს ახლა განსხვავებით პროლოგის ავტორი ჩვენი პროლოგის ავტორისაგან ამას ეგეთ რაღაცას რომ ჯერ რა თქმა უნდა ქება რაღაცა ალახი აქეთ იქით მე ჩემი პოემაო ეს არისო ზარდახშაო რომელსაც სამი ძირი აქვს ანუ ალეგორიულია და რაზეა გარედან რო არის ვითომ ვისორამინი და ლელი და მაჯნუნი სინამდვილეში არის მისტიკური პოემა ალახისა და მისტიკოსის შესახებ ეს დაახლოებით როგორი რაღაცა იცით აი წარმოვიდგინოთ რომ მაგალითად სიტყვაზე ევაგრე პონტოელმა ან მაკარი დიდმა ან დიონისე აროპაგლის სახელმწიფო ავტორმა დაწერეს პოემები და არა თავიანთი ტრაქტატები ხო ანუ ისლამურ კულტურაში სუფიზმი ეს არის იგივე რაც ჩვენთვის არის მისტიკა ზაზა ეს გასაგებია მაგრამ ეხლა რა ხდება არა ეცოთა თეიმურაზი რო თარგმნის აი ალეგორიას აცლის ალეგორიის გარეშეა ხოდა გისმის ეხლა ეცოთი ვეფხისტყაოსანზე დაბრუნ ნახე ის სამგვარი სიყვარულია პროლოგი ყველა საკითხულია პროლოგი ნამდვილად ბევრს აქვს საკითხული და ესე ვთქვა ეგარი მაგრამ ჩვენ დროს ეგეც საზოგადოება როცა კითხულობ ვეფხისტყაოსანს და როცა კითხულობდნენ აქედან არის ეს ვახტანგიც და დამოკიდებულებაც აქ თქოს სიყვარული არ არის თქვა ამ შემთხვევაში ლაპარაკობ ეს რა თქმა უნდა და ამის შემდეგ ახლა დასაწყისი ახლა მეც ვიცი საზაპიროდ კი ამბობს რომ ძულს უგულობს ესე ვთქვა დაბალ მაგრამ სიამოვნებაში პოემაში ახლა თუ არ ჩამხოლავენ ესეც არის ახლა ავთანდილი შენ შეგიძლია რა თქმა უნდა შენ შეგიძლია სტრიქონი მითხრა რომ აი ვარვაბუჯოიშ და ავთანდილს ეს არ უნდოდა მაგრამ უნდოდა ხო რა გამოყავსო ტირისთან ხო არ სიამოვნებს ხო მაგრამ ეს ხო მეგრული ხო ირონია ხო ტელეფონმა გადახდილი ხო ნუ ირონია გასაგებია მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოუწია სიუჟეტურად ხო ბილათროდ ხო და აი ნახე ჩვენც რო ახლა ამას ვლაპარაკობთ ეს აი შეიძლება ეს თუ საკრალური ტექსტია ხო მაგრამ ხერა მინდა საკრალური და იმიტომ გითხარი შენ გეიცი თქო თუ საკრალურს ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ეპიტეტად სადღეგრძელოს მნიშვნელობით ამ სიტყვას და აი მინდა რომ აი ესე შეგვიძლია ჩვენ ყველაფერი საკრალურად გახადოთ თუ ლაპარაკობთ ამ და ეს მაშინ ეს ესე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავია ესე ვთქვათ საუკეთესო და დიდებულის მნიშვნელობით გვიხმარი მაგრამ თუ საკრალურს ლაპარაკობთ საკრალურის მნიშვნელობით კი ბატონო თუ ამ ტერმინს ესე ვხმარობთ და ბოლოს სულ გახվიან და მაშინ ეს ამასაც გამორიცხავს, იმიტომ რომ დაგვიდა ტაქტია თუ შინაგანი ამბავი, მაგალითად, ეხლა ჩვენ რაც თუნდაც ოდნავ ესე გავიხუმრეთ, შინაარსი კი არ დავამახინჯეთ, გავიხუმრეთ, ეს თქვა აგეოგრაფიულ ტექსტთან დაკავშირებით. გამორიცხულია. ხო, არა. თუ არ ახარ გრიგოლ ხანს ეხლა თუ მთლად ეხლა ნინია გვახარია არ ახარ გრიგოლ ხანსაზე ესე ვერ დაილაპარაკებ ხო და ვეფხისტყაოსანზე მოსულა ხო და მოსულა მაგრამ არა მოსულა და რა მინდა გითხრა არა მარტო მოსულა არა ჩვენგან ჩვენ მაინც ეხლა არა შეიძლება სპეციალისტები არა შეიძლება რომ ეს არის ეს ამ ძეგლმა ამ ნაწარმოებო პროფესორითა და ვეფხისტყაოსანმა ყველაზე ადვილად იპოვა გზა გულებისკენ. იმიტომ რომ მაღლა კი არ იყო თაროზე შემოდებული და ესე ვთქვათ იდუმალი კი არ იყო. ატანდა და იპოვა. ანუ აქ ყველა ადამიანმა იპოვა თავისი ადგილი. იქ არის ნათქვამი ზოგი ავთანდილობდა. ნახე, არ იყვნენ ადამიანები. ნახე, სხვათა შორის გაგახსენებთ ხა მე თქვენ იმას გლახსნა ამბობშია. შერმადინობას და იმას როგორი ნახე იქ სოციალური მდგომარეობიდან და შენი გემოვნებიდან გამოყოფე ზოგი შერმადინობას ირჩევდა ზოგს დღესაც თავთანდილი უფრო მოწონს დღესაც ზოგს ტარიელი უფრო მოწონს ზოგი დესტანისკენ უფრო არის ზოგსაც ფატმანი ღმერთო ესე იგი თვითონ ვეფხისტყაოსანს ზოგს ფატმანი შეიძლება მოწონდეს ხო ახლა ესეთი ცოდვა შეიძლება დაემართოს ანუ ამაში პოულობდნენ საკუთარ ხედვას. ანუ მე ის ყვამიდა იცი, მე რასაც უყურე და ჩემი ცოდნი და რასაც გვასწავლე და რასაც ვთხოვდი, ეს თვითონ იყო დესაკრალიზაცია საზოგადოებისა. ვეფხისტყაოსანმა
ესე იგი დესაkralization-ში გულისხმობ იმას ხო რელიგიური ამინდა აი იმ წარმოდგენა აი მე გეტყვი ხა წერლობის მე ვიდა გაგახსენო ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ნახე საკრალური ლიტერატურის დესაkralization ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა ლიტერატურის დესაkralization ჩვენ რასაც ახლა ვსაუბრობთ ამისია ნახე კარგად იცი რომ ეკლესიაში გამოისახება მხოლოდ სახარება, კრიტორი შეიძლება ჩრდილოეთის კედელს და სახარების სცენები და წმინდანები გამოისახებიან. ესე იგი, სახარება და აგეოგრაფია ერთად. მხოლოდ ეს შეიძლება რომ გამოისახოს. მე-14 საუკუნეში აქ ამბებია, მაგრამ სვანეთში იმიტომ რომ უფრო დაცული იყო აქედან ავიდნენ და ეს ხატვა არ არის მარტო ხატვა არის, ეს არის თეოლოგიური სკოლა. ეს რა უნდა დაიხატოს, ეს ამბებია მოგეხსენებათ, ანუ რა უნდა იცოდეს. და იწყება ეკლესია არის მოხატული ბიბლია. ნახე, გარედან იწყება მოხატვა ეკლესიებს. და გარედან არ არის გაყინული ჩარჩო. იმიტომ რომ არ არის ის შიგნით დადგენილია ყველაფერი იკონოგრაფია, გარეთ არ არის და გარეთ რა ფრესკებია, იცი, შევუნახული. იწყება მაგალითად ევსტათის ნადირობა დაიხატა. ეს უკვე ამბავია ისეთ გვერდზე გავიდა. წმინდა მხედრები დაიხატა, გარედან დაიხატა, კი ბატონო, და ლენჯერში და კიდე უშგულშიც არის დახატულია საინტერესო ამბავი. ამირა დარეჯანიანი არის ქართული სარაინდო რომანი. ეს ასაკურული ვეფხისტყაოსის დონე არ არის, მაგრამ ევროპულ სარაინდო დონეზე აი რო იყვიან მისი ტერმინია, კარგი სარაინდო. კლასიკური სარაინდო რომანია თავისი იდეოლოგიით. აი ეგეთი თავისი იდეოლოგიით, სხვა შეს იქ უფროა ჩამოყალიბებული. ვინებებ ყავსანში, მართლა. და ეკლესიის კედელზე ხატიან. რატო ხატია? სადაშორის დიდხანს ეს მოიაზრებოდა, რომ მითო წარმართული არაფერი წარმართული არ არის. რაინდები არიან წმინდა მხედრები. კი. ანუ ხედავ გარდამავალი პერიოდი არის. ამას გეუბნები. მე-14 საუკუნე. ხო, ანუ გარდამავალი პერიოდი როცა ხდება საკრალურისა და საეროში გადასვლის, იმიტომ რომ ჩვენც ადამიანი ვარ. ეხლა ნახე რუსთაველი რითი იწყებს ამას და ისინი პლატონი შენთვის საყვარელი და ჩვენთვის არაც აძულველი იმიტომ აძევებს პოეტებს საერთოდ. მიმეტური ხელოვნება არ არის ღვთაებრივი. ხო და ამას ამოს რომ ეგენი სიბრძნეს არ ემსახურებია. კი. ჰომეროსმა ბევრი უმართებულო რამ თქვა ღმერთებზე. ხო, და სიბრძნეს არ ემსახურება, ხო? სიბრძნე არის, მაგრამ არ ემსახურება ის რაც არის ყველაზე მთავარი ღმერთი. სიბრძნეს მცოდნეობას არ არის. აი ფილოსოფი, აი შეხო ხარა. ფილოსოფ არ არის, ხო? ფილოსოფოსი არ არისო. და რუსთაველი რო გარკვეულწილად ეკამათება პლატონს სხვაგან თავად ამბობს რომ შაირობა პირველადვე სიბრძნისა ეხლა რომ გადავიყვანდა შენ საყვარელ რუსთაველი არა ეს უკვე ქრისტიანული ტექსტია გესმის ეხლა პლატონის დრო სხვა იყო მესმის რომ სხვა იყო პლატონს უნდა ის პლატონის ტრაგედია რა იყო პლატონის ცხოვრებისეული დრამა როგორც ამბობს ვლადიმერ სალოვევი არა რუდოლფოვიჩი არამედ ძველი იყო ის რომ ქრისტიანობამდე დაიბადა ყველანაირად იყო ქრისტიანი მაგრამ გაჩნდა ქრისტემდე. აი ეს იყო პლატონის დრამა, იმიტომ რომ პრაქტიკულად რა უნდა პლატონს, აი მისი სახელმწიფო რეალურად არის ეკლესია. სადაც უნდა მართავდნენ მჭვრეტელები. სადაც მჭვრეტა და ქმედება ერთად უნდა იყოს. მართა და მარიამი, ხო, ჩვენ ხო გვაქვს ეს ორი სიმბოლო, არა? რახელი და ლეა. აი, ბერძნულში იყო ეს რაღაცა, vita activa, vita contemplativa, ეს ლათინურ ბერძნულად, bios practicos, bios theoreticos, ჭვრეტითი ცხოვრება და ქმედებითი. და პლატონი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რატო ააგო ეს თავის სახელმწიფო, რომ ვინცო იცის ჭეშმარიტება, ის არ მართავსო. და მართავს ის, ვინც არ იცის ჭეშმარიტებაო. ამიტომ უნდა იყოს ორივე. აი, რას ნიშნავს ადამიანმა რო ბევრი იცის, მაგრამ არაფერს გეუბნები. არა, რას გეუბნები და რუსთაველი რას ამბობს? რუსთაველი ასა და სიბრძნე, ანუ რას პლატონს უნდა და ღმერთი. ხო, ზუსტად ეს არის რა. ხო და რას გეუბნები რომ აქამდე ამიტომ ადამიანს რა უნდა წაეკითხა? ეს არ დადგენილია. უნდა წაეკითხა პირველი რა ითარგმნა, სახარება ითარგმნა, ხო? ანინო შემოვიდა სახარება ითარგმნა. უნდა წაეკითხა სახარება, უნდა წაეკითხა აგეოგრაფია, უნდა წაეკითხა წმინდა მამების განმარტებები. და უნდა წაეკითხა ისიც, უნდა წაეკითხა მღვდელს და განათლებულ ადამიანს და ეს უნდა მოესმინა ჩვეულებრივ ადამიანს. არც იყო ეს განსაზღვრული რომ რამე არ ფიზიკურად არ იყო საშუალება სად იყო ახლა ამდენ, მაგრამ არც მიღებული არ იყო რომ მას თვითონ დაეწყო განმარტებები. და რუსთაველის დროს, ეხლა მანამ ამიერდაჯანიას და იმას რო შევეშვა და იქ რაღაცა რო იწერებოდა. რუსთაველმა შემოიტანა პირველი თქო. მარტო ეს კი არ არის ძმაო, ხალხს უთხრა. არის ეს მეორე. აი ეს შაირობა თქვენ რო ეს გონიათ და მაშინვე ეს იყო, თავიდან წარუძღვარა, ეს სიბრძნის დარგია. ეს ამითაც მიხვალ ჭეშმარიტებამდე. ანუ ამან კი არ თქვა, მე ამას გასართობად ვწერო.
ეს მესამე ლექსია ეგეთი ჩვენ მათიცა გვეამების რას არ უნდა თქვა ნათელად მოშაირი არ აქვია ვერასა მოშაირი არ აქვია ხო და რა მეც მახსოვს არც ხო და არა რას გეუბნები და ეთყობა მაშინაც იყვნენ ვიღაცები ვინც ამობდნენ რომ შენ კი ამობ რომ შაირობა რუსთაველს ეუბნებოდე მაგრამ ერთლიანად არისო ის რაც აღარ გავიგო სიძვა და ეს საიმისო არის მოკლედ აი ამ სიტუაციაში ვარ თქო და ანუ საკრალიზაციაზე ვსაუბრობ სად არის დღეს სადავართ ახლა აი დღეს ჩვენ რო აი სკოლაში შევიდა ძალიან აი ამის ყვამით ახლა მივედით ახლა შენ რაც ილაპარაკე შენ რაც ილაპარაკე ეს ყველაფერი ეხება პირველ პერიოდს მე ამას პირობითად დავარქმევდი სულხან საბაურბელიანის და გურამიშვილის პერიოდი მე-16 მე-18 საუკუნეები ეს მან აღქმარი ესეთი საბა მაგალითად თავის ლექსიკონში ამბობს რომ არის ორი ჟანრი ეს არის საერო ეს არის საეკლესიო აქედან გამომდინარე სამღვდლო და საერო საბა ესე ამბობს გურამიშვილი პირველია ვინც ცდილობს რომ ალეგორიულად იგავთა ხედარგო შოთამ ამიტომ ეკამათება როგორც ჩანს ანტონს და აი ამ მოსაზრებას და ამბობს რომ რუსთაველი არის ამავე დროს საფრთხოც და ბოლოს რა ხატავს ესეც სურას რუსთველის ლექსი მეფე არის და აქ წარმოდგენილია როგორც სამეფო დარბაზი სადაც რუსთაველი არის მეფე თეიმურაზი და არჩილი არიან ვეზირები და აი ესეთი სურათია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის წყალობით თუ მეშვეობით მოხდა ის რომ მოხდა გადააზრება ვეფხისტყაოსნის აკაკის ლექცია გახსოვთ ვეფხისტყაოსანზე ამბობს და ტიპებიც ყავს გამოყოფილი რომ ტარელი ქართლელი ავთანდილი ტარელი რადგანაც ჭრეტელია და ეს არის ესე ქართლელი იმერელი ქმედებითი ცხოვრების ადამიანი ეს არის ავთანდილი ზღვისპირელი ფრიდონი ილია შეეკამათ ამას და თქვა რომ გვიხატავს ვეფხისტყაოსანი ზოგად ტიპებს ზოგად საკაცობრიო მაგრამ მაყურებელს უთხარი როგორ იყო ეს გამართ ეგეც საინტერესოა და რაღაცას უგაგონებს აბა გაგახსენებ აკაკი წერს თავის ჯერ აკაკი წაიკითხა მე ილია აკაკი წერს თავის მე რომ მკითხო ახლა ისეთია რომ პირდაპირ ვთქვა ანუ ისედაც ჩამქოლავენ და მე რომ მკითხო და აღიარებულია შვენიერი და ერთ-ერთი აი რო იყვიან მე მგონია რომ აუცილებლად წასაკითხი რამ და სხვადასხვა სკოლაში შემოვიტანე იმიტომ რომ ამან ძალიან აი მიწაზე ცუდი გაგებით კი არა შემოიტანა ადამიანური მომენტი კუთხეების დონეზე დაიწყო და ეს ამაში ცუდი და წაიკითხა ეს ლექციები ამითი თქვა რომ ეს ჩვენია აი ჩვენ ძარღვებში იდენტობა აი იდენტობა ხო საიდან რა მოიტანა მაგრამ იდენტობა არის აი ჩვენი ეს ისეთივია და ილიამ აი თქვენდელი არის და ადამიანები ვართ ასე ადამიანები ვართ და უსაშინლესად დაასწორა მიწასთან და აკაკი იწყებს წერილს რომ ჩემი ილია მოხდა მათ თოთრთული ურთიერთობა ქონდა კვადესი არის პირველ სკოლას არ ვარ წარმოდგენილი თუცა დიდი პატივისცემა კი რა თქმა უნდა არა იმან თქვა კაცო ილია რომ მოკლეს აკაკი თქვა ვინც ეს გააკეთაო საქართველოს მოკლავდნენ რო შეძლებოდა თუ მეტი რა ეთქვა ხო და ეხლა ამბავს გეტყვით აკაკი როგორ იწყებს იწერით აგერ არის ახლა ეს გამოქვეყნებულია კაც ბევრი ესო ჯერო ეგეთი ამბავიო მაგრამ აკაკისო დაბეჭდილი არ არის არსად იქ წავიკითხე და ილია უსწორე აკაკი ამბობს რომ ესო დაბეჭდილი არა არ მოსულა საერთოდ არ იცისო რა ვილაპარაკეო ვიღაცა მუთხრა ხო და ანუ ნახე ერთი ამბავი არის რა იცი რომ ამბავი რა სხვა ორივე თეორია არის და ორი გენიუსსაც შეიძლება ეს მოვიდეს ნახე აკაკი ესე ხედავს და ის ამბობს რომ ეს რა უხდა ჩვენ პოემასო ის ამბობს როგორ დაიყვანა როგორ გაბედაო ამ ხელა ამბავი დაიყვანა გურულის და იმერელის და იმის დონეზეო ეს როგორ შეიძლებაო ამ მოკლედ აი ესეთი ამბები ხდება თქო კი როგორ არა ანუ ეხლა შენ ძალიან კარგად თქვი რა აგერა ეს ჩობლია ესე იგი პირველი ეს ვიცოდეთ რომ ეგეთი ტიპის რაღაც კამათები რო იცოდნენ ადამიანები რომელიც ეს ჩოლებრივი ამბავი არის ტოლსტოი გენიოსმა ესე ვთქვათ ხო მიუხედავად იმისა რომ ხო ზოგიერთ წერილ შეიძლება ეს არ მოწონდეს არა ისედაც არ მოწონს იმიტომ რომ დიდ რომანებს წერს ხო და ამტკიცებდა რომ შექსპირი ხო საერთოდ არ ვარდაო და მაგის მეფე ლირიო საერთოდ იდიოტიზმიაო პირდაპირ ამ მნიშვნელობით მთელი სტატია აქვს მაგაზე ნაშრომია გუშვილები მაგრამ ეხლა რა არის ხო და ამას გელაპარაკე შენ ეხლა თქვი როგორ სიტყვიან სიტყვა გასაღები
keyword გადმოვთვალე ინგლისურიდან ნაციონალური აი ეს სწორედ კუთხეები გვიჩვენებს რომ აი იმ მესე ვიტყოდი მონარქიული ტექსტიდან რომელიც სარაინდო მონარქიული ტექსტიდან ვეფხისტყაოსანი გახდა ნაციონალური ეპოსი ანუ ჩვენ მოვირგეთ უკვე ქართველმა აი ნახე რა საინტერესო რაღაცა აღწერა სამეფოსა საქართველოსა ვახუშტი 100 წელი არ არის გასული ივანე ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორია სამეფო იქცა ერად და ვეფხისტყაოსანი მოვირგეთ როგორც ნაციონალური ეპოსი შენ უკვე შენ წალახე აი კახაწავე შენ წარმოდგენაში უკვე მარტო კი აღარ ახარ უკან ავთანდილი და ტარიელი გიდგას და ამბავი გიგას და შენ შეცდომებშიც აი ხალხი შენ შეცდომებშიც შენ ჯვარი წერია ჩვენ ისეთ შეცდომა ჩვეულებრივ ადამიანს ვერც დაუშვებს რაც ტარიელსაც დაშვებული ხო ავთანდილიც არ არის ნაკლები ჭაშნაგერის ისტორია ის მაინც რაღაც სიმპათი ამ ხარაშას მართლა არაფერი არ ქონდა დაშავებულის არა ეს არის მართლა აი სრულიად 800 წელი გავიდა და ხარაშამ დღემდე ვერ გაიგო რატომ მოკლეს საწყა რომ მოკლეს ისიც არის ცოცხალი გონია თავისთავად ქრისტიანული პოსტიდან ყოველს უჩნდება განცდა რომ არანაირი მონანიების განცდა არ არის თან ხო თუმცა მთელი მისი ცხოვრება გამოსყიდვა არის ამის გამოსყიდვა მეორე ხო და რას გეუბნები აი ეს ხო და აი ჩამოვიდა და ეხლა ისე ვაკმოვედით ანუ ეს ძეგლი შემოვიდა საკრალურობით კი არა არამედ ესე იგი ეხლა გამოვიდა ისე როცა მომდა დესაკრალიზაციაში ეს სულს არ ნიშნავს მე ყველას მინდა ვთქვი პირიქით ეს არის როდესაც შენც შეგიძლია რომ გადაშალო მე ამის თქვა მინდა რომ ამიტომ საკრალური თუ არის ეს ზემოთ უნდა იყოს და ვიღაცამ უნდა და უნდა იძახო არა გარდა იმისა რომ მისთვის შეიძლება თავი მოიკლა არ არის ცოდვა და მეხი არ დაგეცემა თუ შენს გადაშლი და თუ შენ ისიამონ თუ შენ ხასიათს წაიკითხავ თუ დაინახავ და ასე თუ არ მაშინ ამბავი იქნება მე რო გითხარი სწავლის დეფიციტი ესე კი არ დაიწყებ რომ ესტანი იდეალურია შენ დაინახავ მაგალითად რას რო ეს ამ სიტყვებს ვიცი რასაც ავობდე ხა მართლა ხურობ თორე გინა შემოტრია 13 თუ 14 წლის თავქარიანი გოგო ნესტანი რომელიც აკეთებს რაღაც სისულელეებს იმიტომ რომ მოეწონოს და ავალებს და უბედურებას იწვევს ეს სამეფოში სხვაშორის გარკვეულ გავს ესე ნატაშა რასტოვა გავს ამას და მე სხვანაირი ეს იწყებს ამითი და ეუნება წადი და თავი კარგად გამა და ესექენი და აბა მოკალი და შენ როგორ და ეუნება რომ ესე იგი და ამას რისთვის აკეთებს ამის ფასი არის არაფერი და უნდა რომ თავი და ბოლოში რომ დიდის უკვე სულ სხვა ნესტანი აი მე ხა ვიფიქრია ხოლმე რომ ნესტან ჭაღარაც კი ექნებოდა ესე გარეული და ხო იმიტომ რომ მამას რომელიც ესე იგი მანამდე არის თავის ბნებებზია და უკვე ხვდება რომ სიყვარული სხვისთვის არის რა სიტყვებს ჩემთვის ბნელქმნილო მამაო შენ არ წამოხაზე ზღვათა მეფის სიტყვები არის რაღაცნაირი გასაღები უყურე ანუ არის ბრძენი ვინმე ან ვიღაცის მიჯნურია ანუ რა არის აქ ჩვენ მივდივართ ჩვენ საყვარელ პლატონთან რომელიც ამბობდა რომ არსებობს 4 ტიპის თეიამანია სიტყვით რომ თარგმნოთ ქართულად ეს არის საღმრთო დაავადება პირველი ეს არის წინასწარმეტყველის მანია ანუ ელდა როდესაც პითია ქადაგებს ისე რომ თვითონაც არ იცის რას ამბობს ხო იმიტომ რომ ღვთაი ღმერთი უსახლდება მეორე ეს არის ძალიან უცნაური რაღაცა იქ ლაპარაკობს კათარზისზე და აი რას გავს იცი გვარზე რო წყევლა რო არის და ამ წყევლის ახსნა და რაღაც გარკვეული ელდით მესამე არის პოეტი გიშ პოეტაო რომ ჩვენთვის რო იყო ანუ პოეტი რომელსაც ასევე უსახლდება ღმერთი და ამბობს დაუჟად მენინა ეიდე თეა პელეა დოახილეოს თეანუ ღვთაებას მიმართავს და ეს ღვთაება გარკვეული აზრით არის მასში ჩასახლებული არა და მეოთხე ეს არის მიჯნური რომელიც მიჯნურის ელდა თეიამანი ასე ანუ რას ამბობს ახლა ზღვათა მეფე არის იმ კულტურის წარმომადგენელი რომელსაც შეიძლება უწოდოს პლატონურ ქრისტიანული ანუ აი ესეთი გახევება ჭრეტაში ჩავარდნა არის დამახასიათებელი ან მისტიკოსისთვის ანუ ბრძენისთვის ან მიჯნურისთვის რომელიც გარკვეული აზრით მიჯნურობა ამიტომ არის ღვთაებრივიც და ამიტომ შეიძლება როგორც დანტეს შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ ფიგურას მიეყენებოდეს მაგალითად ბეატრიჩეს ამ აზრით მე ესე ვიტყოდი რომ ჩვენ როგორც გვესმის ვეფხისტყაოსნის ავტორის ფიგურა ხო
დაახლოებით აი ის რაც არის კურტუაზიაში და რაც არის სუფიზმში, ეს ტიპოლოგიურად ახლოს არის ერთმანეთთან. გავლენები კი არ არის. აქ არის აი მე ესე ვიტყოდი პლატონის 4 ელემენტი, რომელიც არის დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, ქრისტიანობაშიც და მესაც გეტყვით, ეს არის ზოგადად ინდოევროპული მომენტი. აი ხა ეს მომენტი არის ფხაგავად. იმიტომ კი არა ერთმანეთი ვაქვთ. ესე იგი ბევრი შრი არის ამაში. ხო. რომელიც რა თქმა უნდა. შენ როგორ გახსნი ვიღაცას გონ მაგალითად ყურე, ვიღაცას გონია რომ ეს არის სუფიზმი. სუფიზმი კი არ არის პლატონია. ბევრი შრი, აი, გინაგითხა, შეიძლება რომ ადამიანი მაგალი აი არაპირდაპირ შედარებისთვის გეტყვი, მაგრამ აი მაგალითად პატარა რო არია და ბავშვია რა რო კითხულობს რობინზონ კრუზოს და გულივერის თავგადასავალს საიკითხავს როგორც უბრალოდ და იქ საინტერესოა ლილი. მე აღმოჩნდება თუმცა პოლიტიკური ის არის მე გადადიხარ ფილოსოფია, მე გადადიხარ ადამიანის მარტოობის და ასე აქაც ეს შენ თუ ეს გინდა შეგიძლია ვეფხისტყაოსანი იკითხო ისე ვაკ ვიდეო მე საკრეთ დეტექტივივით შეგიძლია ეკითხო უბრალოდ იქ ფსიქოლოგიური და იქ უამრავ შტრიხებია და ხლა ამის დრო არ არის და ეს უკვე არის სწორედ აი სკოლის სამუშაო როგორი ფსიქოლოგიური ნიუანსებია აი მაგალითად როგორი არის საინტერესო და მაინც ახლა პიესას მივიდეთ თინათინ აი როგორია სულ ლაბორატორიულად ბიჯნურობა და ბიჯნურობა აი უბრალოდ ჩვეულებრივ მამაშვილობის მოდელი როგორია თინათინსა და როსტან შორის და როგორია ნესტანსა და იმას შორის განასიყვარული არიან ამათ ძალიან ფაქიზი ფერებია და აი როგორც მე იმიტომ ვამბობ რომ სამწუხაროდ ის უფრო კარგადაც ვიცი და კორდელიასა და მეფელირის შორის რო უნდა მაგრამ იქ მეფელირი უფრო იმაშვება რა ქვია მოწყვეტილია როსტევანი არის აი პირდაპირ ჩემი სოფლის აწყალი და ისე ძაღლის ამ მეფელირის დავანებოთ ეს თავით ცალკე და ლირი არის ძალიან უცნაური რაღაცა სხვა შორის მთელი ამბავი არის როსტევანი არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს სხვა კულტურაა ის ასევე ქრისტიანული კულტურაა მაგრამ ის არის დადრული პერიოდი უყურე შექსპირი არის ავტორი რომელსაც უხდება პროტესტანტულ კათოლიკურ დაპირისპირებაში არსებობა ხო მაგრამ ტოლსტოის სხვა რამის ვეფხისტყაოსანი არის ერთიანი ქრისტიანული კულტურის ეპოქაა. კი ბატონო, მაგრამ რას გეუბნები რომ ესენი არიან ერთმანეთზე აი სუზრუნვით, აბა იქ მივიდა, აბა მოწყენილი ხო არ არის, აბა ის არის და ის ნესტანი ებრძვის მამამის, აი ესეთ სუბფსიქოლოგიური თუცა დიდი სიყვარული აი ბოლოს ეს რაღაცა მინდა თქვა ეს მაყურებელმა რომ ეს ცუდად არ გაიგოს. ავტორის ვინც ეს დაწერა, არის აბსოლუტურად ქრისტიანი, მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან. ილოცავს სიტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მოცემთო პატიშ და ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო პავლე მოციქული პირდაპირ არის გადმოტანილი თან ნახეთ როგორ არის უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო უარყოფითი უს მეშვეობით არის გამოთქმული აზრი რა გრამატიკა და თეოლოგია ერთმანეთს შეესაბამება, რომ ღმერთი არის უხილავი. მაგრამ კიდე ერთი ეს იგულისხმება იტყვის ჰემზეო ვინ ხატად თქვენს მზიანისა ღამისად ერთ არსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად. უჟამო ჟამი არის მამა, ზიანი ღამი არის ძე. კაიტოფოს ენ სკოტია ფაინეი და ნათელი იგი ნელსაშინა ჩანს, მაგრამ პოეტიკა მისი, რაც გამოიყენა, ეს არის სპარსული, ირანულ სპარსული ფირდოუსი ნიზამი. ვეფხისტყაოსნის ავტორის სრული ნოვატორობა არის ის, რომ იქ არსებობდა ორი ჟანრი. ერთი იყო ეგრეთ წოდებული სასიყვარულო სინამდვილეში ალეგორიული სუფისტური, მეორე, ანუ პირველი უფრო ადრეს დაიწერა ფირდავსის შაჰნამე, ანუ სარაინდო. რუსთაველმა, ეს ავტორმა, ვინც ეს დაწერა რა, ესე იგი გაერთიანა ეს ორი ჟანრი. ერთდროულად ეს არის სარაინდოც და სამიჯნუროც. ამიტომ როდესაც ვახტანგი ამბობს რომ ვახტანგი ზედმეტწევნით ბილინგვისტი იყო, ზედმეტწევნით და სპარსული, ისე როგორც ავტორმა იყო გენიალური ესეთი რუსთველოლოგი იუსტინე აბულაძე, არაგვირიოს ილია აბულაძეში, რომელსაც აქ დაწერილი შედგენილი აქვს ერთი 7 ლექსიკონი. ვეფხისტყაოსნის სპარსული სიტყვები, ვეფხისტყაოსნის არაბული სიტყვები, ვეფხისტყაოსნის თურქული სიტყვები, ვეფხისტყაოსნის სომხური სიტყვები, ბევრი და შეიძლება ვთქვათ რომ კაცი ვინც ეს დაწერა
ესე იგი, ქართული მშობლიური იყო, როგორც native speaker-მა, როგორც სიტყვანი ისე იცოდა სპარსული და არაბული ენები და ზედმიწევნით მთელი ეს ლიტერატურა. ამავე დროს ასტროლოგია. ასტრონომია არის რაც ეს ულაპარაკოთ არის. მოზუალო კაიშანი, ზუალი და კაიშანი, ეს არის რა? ეს ანტიკურობიდან მოდის, სატურნი და მელანქოლია. 4 მთავარ პლანეტას შეესაბამება 4 ტემპერამენტი. კოლერიკული, ფლეგმატური, კიდევ მას რო ვაკრა, ესე იგი 4 პლანეტა, 4 სისხლი, მელანხოლი, ანუ შავი ნაღველი და ზუსტად ამას მისდევს, რატომ? ეხლა იმიტომ რომ რა თქმა უნდა არაბულიც იცოდა, მაგრამ იმავე პერიოდში ქართულ ენაზე არის თარგმნილი 2 ასტროლოგიური ტრაქტატი. ერთი არის ეწლსა და შვიდთა ნათობთათვის. და მთელი ეს ასტროლოგიური იმ დროს ახლა ჩვენ თქვათ ახლა ზარდან არის ამაში ასახული. არა, მაგ პერიოდში კი არა, უფრო ადრეც და გვიანლობამდეც სპარსული ენა თუმცა ვიქტორ ნოზაძეზეც უნდა მივუხიტოთ დაცაგორულია 5 წიგნი 6 წიგნიდან ერთ-ერთი ეს არის ვეფხის 7 ხო მე ერთ-ერთი არის რომ ერთამეტყველება ვარსკვლავმეტყველება და ისა ვარსკვლავმეტყველება აი ეს რაზეც ველაპარაკობ გვინდა მეთქვა რომ ის რომ სპარსული მან ეს მაინც რო ისე ვთქვა ეს იცოდა იმ დროს სპარსული არის და დიდხანს უფრო ადრე დაწყო. სხვათა შორის არაბებმა რო დაიპყრეს სპარსეთი, სპარსული დარჩა ისო მეცნიერების და პოეზიის ენა. თეოლოგიას წერდნენ არაბულად, მაგრამ პოეზია, მათემატიკა, მეცნიერება. იმიტომ რომ აჯუბეს. ესე იგი როგორც ერთ სპარსელებს ყავთ 3 კაი პოეტი. ალ-მუთანიბი, ნუ 3 ყველაზე ესეთი გამორჩეული, ეს მე-11 აი მე-10 ესე იგი აბუ ალა ალმარი არაჩვეულებრივი სხვადასხვა ჩვენს თანაკალაკალ ჩემს საყვარელ პოეტს ავეტიკ ისააკიანს აქ დაწერილი არაჩვეულებრივი პოემა აბუ ალა ალმარი რომელიც ქართულად თარგმნა ტიციან ტაბიძემ შესანიშნავი თარგმანია აბუ ალა ალმარი ალმუთანიბი და აბუ ნოასი მაგრამ ირანელებმა ნუ რო იწვიან გადაუხურეს შენამბობ არაბებს სპარსელები და გიყურებდა არაბებს ხო და გიყურებდა ხო ეხლა ვიფეხარი შევახსენო ამეცნიერება მაღალი და მაღლით ხედავს მადლობთ არაბებს ყავს სამი ირანელებს შედარება არ შეიძლება ხო და მაგალითად არის ორი მიმართულება ერთი არის ეპიკა ფირდოუსი მეორე არის ლირიკა ჰაფეზი საადი ჯალალედინ რუმი რა ვიცი უამრავი ჯამი ომარ ხაიამი ჩვენი ხო და სამარყანდი არა სპარსული პოეზია ხა ჩვენი გამართლება ქართული აჯუბეს სპარსული პოეზია ალბათ არის აჯუბეს კი არა ალბათ სოფლიოში გოეთეს პირდაპირ უწერია გოეთეს ხოაქეს ოსლიხეს დივან სადაც გოეთემ პირველად შემოიტანა გაგება ველთ ლიტერატურა სოფლიო ლიტერატურა იქ მაგას უწერია რომ საზოგადოებრივ მე რაც წარმოდგენა მაქვს სპარსული პოეზია არის ყველაზე დიდი პოეზიაო მე უბრალოდ აქო ვცდილობ მის იმიტაციაშო ხო და ვისაც ევროპელმა მწერალმა წარმოიდგინოს რა არისო ვისაც მოუნდეს ახლა ეს კამათი და ესება სანამ შეკამათებია რაც სპექტაკლს დავწერე და ჯერ გადაშალო არა თარგმანები არის ესეთი და ვისაც მოკლედ სპარსული იმ დროს რო ეს იყო ოდნავ განათლებული ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ენა იყო ეს და ეს არც მიაჩნდათ აი გაცილებით უფრო მეტად გავრცელებული ვიდრე ფრანგული რო იყო ერთი ხანობა ასე ვთქვათ ეს იყო კულტურის ცივილიზაციის ენა და ეს უწყობ იქ რო განაჩენი ახლა ნოზაძის ლიტერატურის ენა სპარსული განვითარებინა და ისე საკრალურობას ხოლო ვიცით დაინტერესდება რო ვთქვათ რა მოცულობის ცოდნა არის აქ ჩადებული ის როგორ ოპერირებს იცი აი ნოზაძე რო წაიკითხო თუნდაც საკმარისი არ არის კიდე ბევრი იქ ყველა ქვას და ვარსკვლავს ის მნიშვნელობას აიღებს თუმცა მე მას ვიტყვი შენ რო ეს არ იცოდე მის მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა მაინც იგე მაგალითად როდესაც ამობს რომ ესე იგი ნოზაძე ზუსტად ხსნის რომ მაგალითად ნესტანს აცვია მწვანე კაბა და ერთგან შავითა აი ამას უსვა ნოზაძე ძალიან ასევე ფენომენალური ფერმეტყველება ერთი წიგნი მაგალითად ფენომენალური ცოდნის პატრონია ხო ახლა შენ შეხედავ და ჩვეულებრივ ადამიანი ახლა გოგოს აცვია მწვანე კაბა და მე რა ნუ შავი ელემენტი ამას სხვათა შორის უსვავს მაგრამ შენ ეს ზუსტად ამას ვიშიც აქვს ჩადებული რატო ჩააცვა რომ აი მწვანე რას ნიშნავს და ესეც თუ იცი კიდე უფრო მაგრად ისე ამოვნებ ესე იგი მაგრამ თუ არ იცი
ესე ვთქვათ, ნუ ნოტებით ვარიცი, მაინც ხო მოგეწოდება რა მეცხრე სიმფონია, მე რაღაცა ეგეთია, მე მოცარტი ყველას უყვარს. ხო და ეხლა ისე ჩამოვედ. აი ეხლა ეს ყველაფერი რაღაცა ცოტა მოვამზადეთ და ის ეხლა მითხარ ეს ფრიანობაში დღეს ახლა მივიდეთ აი შენ როგორ უყურებ და აქ მივალთ ამ სპექტაკლს. ჩვენ ხო სპექტაკლს არ ვარჩევთ, იმიტომ რომ აი პირველი ვთქვათ, აი ადამიანი გეუბნება რომ მე მინდა აი ან მოსწავლე გეუბნება, რატო? მოსწავლე სამ შემთხვევაში სკოლას კი არ ვაბო. ახალგაზრდაა და როგორ უნდა უყუროს ახალგაზრდა? აი ახალგაზრდა გავიგე რომ შენ რითი უნდა დავიწყოთ ჩვენ რომ იდენტობა და ბავშვს უთხრათ აი მაშინ რომ აი ეს არის იდენტობისა საკრალური და ეგეთია და ვაგნერი ჩავრთოთ კიდე რომ ესე იგი რა ეგეთი ამბავია თუ უთხრათ რომ მოდი ჯერ ახერას ვაგნერიც აქვს იქ ავთანდილი რომ დავარდება ტრისთან აკორდი აქვს სიმონ ჯანგულაშვილს შეიძლება რომ უთხრათ მოდი ახლა მე აბა განახებ ახლა წიგს განახებ რომელიც აბერტე წავიკითხოთ და ნახე ერთი საინტერესოა ერთი გმირიაში ყველა გიждდება მაგას მაგრამ თვითონ ცოტა დიდი ბავშვია და ყვება რომ აი 7 წლისაო ისევ ხოცავდიო ვებხებზე როგორც კაცებსო და ეხლა შეგვიძლია ასაკურველია ბელაპარაკო ნიშნი მომიგორეს იმ დროის მეც ვიცი ახლა წავიკითხია ხო ახლა მაგრამ ავთანილი ეგრე არსად არ იტყუება ახლა ორი გმირია ეს კი არ იტყუება ესე ხედავს აი მოდი ავნახოთ ჩაოლებრი ადამიანი აბა ვნახოთ მისი ურთიერთობა და ამის ურთიერთობა სანამ მოვალთ დღევანდელ დღემდე კიდე ერთი ადამიანი უნდა გავიხსენოთ რომელმაც ეს მოდი ესე ვთქვათ ვეფხვის ტყაოსნის აღქმის 3 პერიოდი პირველი აი ეს საბა გურამიშვილი მე-16 მე-17 სადაც ეს არის რაინდული მონარქიული ეპოსი ხო რა თქმა უნდა ქრისტიანული მეორე პერიოდი ილია აკაკი არა მარტო მაგრამ განსაკუთრებით ეს ორი იმიტომ რომ პრინციპში ტიპოლოგიურად ეს არის ერთი მედლის ორი მხარე ილიამ დაინახა ნაციონალური კუთხეების თვალსაზრისით ილიამ ზოგად ნაციონალურად მაგრამ ნაციონალურად ოღონდ ნაციონალური ფორმით ნაციონალური შინაარსით ინტერნაციონალური ანუ გლობალური სხვადასხვა მესამე პერიოდი ეს არის გალაქტიონი რომელიც ამბობს ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ველის გავა რამდენიმე 20 წელი და დაწერს მშვიდობის წიგნს მშვიდობის წიგნი არის მეტაფიქცია მოგეხსენება სადაც მშვიდობის წიგნი ამ დროს არის ვეფხისტყაოსანი და შიგნით მოქმედებენ ვეფხისტყაოსნის გმირები არა მარტო ავთანდილი ტარიელი ნესტანი მაგრამ ქართული ლიტერატურის ყველა მნიშვნელოვანი გმირი მათ შორის ლუარსაბი ხო ტარიელ წიგნი მშვიდობის წიგნი როგორც ერთადერთი წიგნი რომელიც არის როგორც ბიბლია აი საიდან იწყება საკრალიზაცია და უფრო მეტიც რას ამბობს გალაქტიონი რომ ის არის ახალი რუსთაველი ეს კაცი ხა ახალგაზრდების სწავლობაზე რომ ლაპარაკობდა მე ესე იგი რომ დამდგარა ხალხი და გადარია ეს ერთ საზოგადოება ამ ორბანიკე მიხედავს თავის თავს და ეხლეს ბავშვებს არ უნდა სწავლდეს რას ლაპარაკობ ჯენზი რომ დამინახოს არა ქრისტიანი კი ვარ მაგრამ ჯერ მზად არა ვარ წვერში გარტყვის და იმისთვის მეგობრებთან ახლა მაინც ბრწყინვალე შვიდეულია ხო და ესე იგი რა გამოდის და როგორც ერთია ქვეყანა მთელი ისე ერთია გალაქტიონი ჩვენი დრო ახალ რუსთაველს ელის და მე ამბობს რომ შენ შოთას გვერდით შენ ძეგლი ერთ-ერთი ბოლო ლექსია სადაც ხო შოთა ილია აკაკი ვაჟა და გალაქტიონი ხო თვითონ განსაზღვრა ყველაფერი აი ეს მესამე აღქმა სადაც ესე იგი ეს 7 კაცა გვიყურებდა სკოლაში კედლებიდან ეს განსაზღვრა გალაქტიონმა რუსთაველი გურამიშვილი ბარათაშვილი ილია აკაკი ვაჟა გალაქტიონი თვითონ ანუ 7 კაცა ეს ყველაფერი მაგის დაწერილია თვითონ ლექსებში აქვს ეს ყველაფერი და დადგა მეოთხე პერიოდი მე დავარქმევდი ესე იგი ეს არის პოსტმოდერნული პერიოდი და დადგა რობერტ სტურუას ეპოქა რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ იმიტომ რომ ზუსტად ესეთი ამბავი იყო როცა 1992 წელი იყო 93 როცა ოპერაში მან დადგა დღეს ამას ქვია ოპერის აქტუალიზაცია მაშინ ბნელები ვიყავით და არ ვიცოდით ეგეთი ტერმინი თუ არსებობდა იყო მერვესა წელსა შუშანიკი და მიუხედავად იმისა რომ კომუნისტების დრო იყო დედა კინაღა ბუტირეს რობერტ სტურუას დესაკრალიზაციისთვის ესე იგი მე ესე ვიტყოდი რომ რობერტ სტურუას მთელი ცხოვრება არის სწორედ აი ბეწვის ხიდზე გავლა გამოვლა და სადავარ დღეს სად არის რა არის ვეფხისტყაოსანი დღეს არის ყველაფერი აი პუშკინი ხო არის ნაში всё ვეფხისტყაოსანი არის ნაში всё რომელიც სამწუხაროდ უფრო ცუდად იკითხება არაინტენსიურად ვინმე პუშკინი პუშკინი ახლოა
ვეფხისტყაოსანი არის ყველა. აი წარმოვიდგინე, ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი დანტეც, ჩვენი კრეცინდეტროაც, ჩვენი აგეოგრაფია, ყველაფერი არის ვეფხისტყაოსანი. ეს რომ იყოს როგორც გალაქტიონი, მაშინ გასაგებია, რომ გალაქტიონი ყველაზე პირადად იცის. თუმცა მე ვიტყოდი, რომ აი გალაქტიონის წაუკითხავი მშვიდობის წიგნი, რომელიც არის წაუკითხავი, არავინ არ კითხულობს, ხო? აი რაღაცნაირი არის გასაღები ვეფხისტყაოსნისკენ, იმიტომ რომ გალაქტიონს უნდა და გალაქტიონს ორივე ტალანტი ჰქონდა. გალაქტიონი იყო სრულიად მე ვიტყოდი ბოლო პოეტი, რომელსაც შეელო ყველაფერი. კონვენციური ლექსიც და ვერლიბრიც. ყველაფერი შეელო, ეპიკაც და ლირიკაც შეეძლო. მეორე მომენტია, რომ ჩაუვარდა ეპიკა, მაგრამ რას ნიშნავს ჩაუვარდა? მშვიდობის წიგნი წაუკითხავი წიგნია. მე მაგალითად მაგ წაკითხული და ვიტყვი რომ ადგილების რა გენიალურია, მაგრამ აუდიტორიამ, მსმენელმა აუდიტორიამ ვერ აითვისა. ესმის დღემდე ვერ არის ათვისებული. ამაზრით მე ესე ვიტყოდი. ესე იგი ერთხელ ამაჩება მითხრა ერთხელ რომ ესო ისეთი ამბავია მშვიდობის წიგნი რომ ლიტერატურასთან თუ მოღვაწეობ ადამიანიო შეიძლება ეს არ ქონდესო და ესე იგი ლექსად არის და მაგრამ უნდა შენ იარაღში უნდა ქონდეს ესე იგი შენ კაი რაღაცა თქვი ხარ ფიქრობდი გასაღები ეს ბევრი რაღაც აი თავისთავადად შეიძლება ნუ არ გაწყენს ახლა და არა ის არა მოგივა თან რაკნა იცი მოიფიქრა უნიკალური მეტრი რომელიც არის ტარიელ წიგნი 2 მეტრიანი 3 მეტრიანი დაქტილი ძალიან უცნაური მეტრია მოკლედ პირველად ხვდება მეტრიერთებაში რაზე ფიქრობს ესე იგი ეს არის აი რა ახალი გზით ვიდის ესე იგი მოკლედ წიგნი იკარგება ყველა საინტერესო რა არის რომ ესე იგი რაღაცნაირად ჩვენ იყო ესეთი გერმანულენოვანი მწერალი გივი მარგველაშვილი რომელიც იყო უმეტაფიქრული და წიგნი და აი ის დაწერა ვაჟაფშაველას იმას რა ქვია სტუმარ მასმინძელზე რომ არა ალუქეთელაურზე რომ აი სად არის გმირი და კიდე ისა აქ ეხლა სულ ამავეს და აქ ეგეთი მოთხრობაა თუ რომანია ვეფხისტყაოსნის გმირები ხვდებიან ცუდ თარგმანში და ყველა ერთიანდება ეს გივი მარგველაშვილის ის არის და ქაჯებიც როსტევანიც ყველა და უნდა დაბრუნება თავად ორიგინალურ ტექსტში ნუ მთლიანად აი ეს პოსტმოდერნი ანუ რობერტ სტურუა უნდა განვიხილოთ ამ ჭრილში აი გივი მარგველაშვილი მაგრამ რობერტი არის გამორჩეული ეს იგი ჯერ ერთი რატო არის გამორჩეული ჯერ ერთი არა მოდი სანამ იტყვი მე მაინც ვუბრუნდები საერთოდ აი ერთ რამეზე მინდა რომ აი ვისმენს ერთ რამეზე შევთანხმდეთ და ვერ შევთანხმდეთ ხა ეს ურავეზე შევთანხმდეთ რომ იტყვი ეს არა ეს ისეთი რაღაცა როგორ რა ქვია მაგას ბანალური თუ რაღაცა ქვია როგორ სიტყვა ქვიაო რაღაცა ალბათ არაფერი რო არ არაფერი ბანალური მოწოდება ბანალური არაფერი რო არა ახლა შევთანხმდეთ და გეგონება შევთანხმდებით ახლა რაზე შევთანხმებული ვართ მაგრამ მაინც მაგრამ ჩვენ ერთ რა ვიცოდეთ რომ ხვალ რო ვინმე მოინდომოს ადამიანმა და აი მეც მინდა დავდგა ვეფხისტყაოსანი ან და წერილი დაწეროს და ძალიან კარგი შეკითხვა მე ვიფიქრე მაგას თუ არა ამის ესე უბრალოდ თუ ჩვენ ეს ახლა მაგალითად რატო გეუბნები უტრირებას ვახდე მაგრამ აი დღეს ვკითხულობდი რომ აგერ ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება რომ ირონიულად უყურებ ყველაფერს გამოთქვა მოსაზრება და არა დაახლოებით ამას უტრე ესე იგი ძირითადად ამბავია რომ მართალი ამბობენ რომ ესე არ მომეწონაო მაგრამ სიამოვნებაში ამის უკან რომ შეეშვით ჩემს ვეფხისტყაოსანს აი იქ რო არის ცისფერ მთებში რო არის დაანებეთ ჩემს ოსტავ რატო იცი რომ თუ ესე უდგები შენ იმიტომ რომ ახლა მე მომეწონა შენ არ მოგეს შენ საკმარისი ამოფ რომ იცი ესე არ მინდა და ესე უნდა ყოფილიყო უკვე ამოფ იმიტომ შენ ახლა ეგრე მე კიდე ეგრე არ მინდა იმას ესე საბოლოო ჯამში არის და აქ არის გამოთქმული მოსაზრება რომელიც შეიძლება ვინმეს მოწონს არ მოწონს აი ამის მოწინააღმდეგეების რო იყვიან კონცენტრირებული ამის რომ არა ახლა აკრძალვასო არ ვიტყვიო მაგრამ შემდეგი აღარ უნდა იქნას გადაღებულიო და უნდა იქნას რომ პროფესორების ესე უწერები პროფესორების საბჭო უნდა შეიქმნასო და ეხლა ამათ მოცენზურა არაო მაგრამ ამათი აზრი უნდა იქნას გათვალისწებულიო და ეგეთი ტიპი ეხლა ნახე ეს რამე არ მოგეჩვენო და ვინ ირონიულად ეს არის დაახლოებით თუ გადავალთ აი საკრალური ეს ამბავი ესე უნდა იყოს იმიტომ რომ შენ უნდა გაგიმარტონ აგერაგერ დამეთახმება აგერა სპეციალისტი ეგრე არა შენ ესე მე ესე წავიკითხე სახარებაში და ეგრე მინდა შენ გაგიმარტავენ და ესე არის კლასიკოა მოგიყვან მაგალითს აი პირველი ეროვნული მოძრაობის პერიოდის როდესაც სერგო ფარაჯანოვმა გადაწყვიტა შუშანიკის წამების გადაღება და დაუპირისპირდნენ არ გადააღებინეს რეზუ ჩხეიძე მოვიდა არ დამავიწყდება რეზუ ჩხეიძე მოვიდა მე-5 კურსზე ვარ იმაში სააქტო დარბაზში უნივერსიტეტში და დახვდნენ ასწავლული კაცები და ნუ იქ რა დააწიეს
ფარაჯანოვი, ნუ ცხადია სომეხი, რომელიც იღებს შუშანიკს, მაგრამ შუშანიკი ხო სომეხია გასო რა პრობლემა, მაგრამ ეხლა უყურე რა, მე არ დამავიწყდება რა თქვა რეზო ჩხეიცი, მაი ვიყავი 22 წლის და აი წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც არის ლენინის პრემიის ლაურეატი, გადაღებული ეგ ჯარისკაცის მამა, ნუ ვიღაცებს არ მოწონთ, მაგრამ ჯარისკაცის მამა, ჯარისკაცის ბაბაა, ხო? არის გენიალური ნაწარმოები. და ამხელა კაცი, კინოთეატრი ქართული ფილმის დირექტორი ამბობს ეგეთ რაღაცას. მართლა თბილისელი, სომეხი, უპოვარი, ციხეში ბჯდარი და ასე შემდეგ, ხო? ეს ფარაჯანოვი და რასამის რეზო ჩხეიცი. ეს არ დამოვიწყდება. ჩვენო ფარაჯანოვზე ვსწავლობთ. ფარაჯანოვი არის ჩვენი მასწავლებელიო. ეხლა მეორე მომენტია მე შეიძლება ფარაჯანოვი საერთოდ არ მოსწონს როგორც წესი უნდა ამხელა კაცი ყველანაირად ხო ესე იგი კაცი რომელიც არის ფაქტობრივად პარტიული ფუნქციონერია რომელიც არის ამ დიდი რეჟისორი და ფარაჯანოვზე ამბობს რომ ჩვენ ფარაჯანოვზე ვსწავლობთ ჩვენ ფარაჯანოვი ჩვენი მასწავლებელია ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი თავმდაბლობის ტალანტის და ყველაზე დიდი ტალანტი რომ არის სხვისი ტალანტის აღიარება კი ბატონო მაგრამ ეხლა აი რა მინდა გითხრა აი ზუსტად თქვა აგერა ხარ თან სპეციალისტი. ხო და ფარაჯანოვი. შეეხება, არა, შუშანი. ზუსტად ეგ მაგალითია. ნახე, აგეოგრაფიას რაც შეეხება. აგეოგრაფია დიდი პატივისცემა და ყველა ხაზე ვლაპარაკობთ ლიტერატურაზე, მაგრამ აგეოგრაფია მართლაც არის საკრალური ტექსტი და როდესაც არის ცდელობა ხოლმე რომ გადმოტანა და იწყება აი შუშანიკის ესე იწყება და რა სინამდვილეში შენ ძალიან კარგად იცი და ეს ახლა სპეციალისტებმა იციან რომ ძალიან ნიჭიერი განმარტებები მინახია ესე ვთქვათ საერო თვალსაზრისით რო ხდება მაგრამ თვითონ აგეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა იაკობს ეს ეს შინაარსი არ ჩაუდია შენ კი შეიძლება ნიჭიერი მიგდება ჩაიტარო და მაგალითად ესე განმარტო რაღაც ფრაზი და რომ ამას ეს უყვარდა და ბავშვები სინამდვილეში ის იმას წერს და იმასიც გავლილი აქვს თავისი ცენზურაც გინდა ესე დავარქვა და ზუსტად იმას წერს რომ შენ რამდენიც არ უნდა თავი მოიკლა აგეოგრაფიაში ხა ყველაფერზე ატყდება რომ ამითი გროხაცელმა დაიწყო საერო წერლობის შემოტანა სიამოვნებაში ეს ვასწავლე როცა მან თქვა რომ ხალხს რო უყვარდა და მოკლედ იმ სიყვარულზე და აი ეს გაჩნდა და კი ჩვენ გვინდა და ბარდომა დაწერა ჩვენი ერთობა წამებული მაგრამ ეს გიორგი მერჩულე ხო გიორგი მერჩულე თქვა რომ ეს არის სიძვის სიამოვნებაში ამიტომ ეს არის სიძვის დიაცი და იქ მეორე ფაქტიც არის ადარდასწორში და ეს არ არის შემოტანილი ამ თვალსაზრისით ამიტომაც იქ მე რასაკვირველია ვერაფერს ვერ აუგზავნო მაგრამ ეს ამბავი შეიძლება კაცო ვინ არ ღარავს ცოცხალას ხო და მაგრამ ვეფხისტყაოსანი იძლევა ამის საშუალებას. რა თქმა უნდა. მე აი დესაკრალიზაციას გებდი. იძლევა ამის საშუალებას რომ მე ესე მქონდეს გაგება. ვეფხისტყაოსანი იძლევა შიგნით ჯერეთი თვითონ არის. იქ იძლევა იუმორის საშუალებას. მეორე იძლევა საშუალებას რომ მე ის კი არ გამახსენდეს ავთანდილის ხასიათში. რომ მარტო ის არის ისიც გამახსენდეს მარტო ის კი არ ვფიქრო რომ შენ კანონიკურად მითხრა რომ აი მაგალითად ეს ფატვანთან იმიტომ აქვს მას ურთიერთობა რომ გაიგოს ნესტანის ამბავი. და სინამდვილეში მაგალითად რო ვიკითხები ხოლმე რომ მან ეს შემთხვევით გაიგო თორე მაგ ლოგიკით რო წასულიყო ავთანდილს ესე იგი მაგ მეთოდით რო წასულიყო ესე იგი საერთოდ წასულიყო ის შემთხვევით აღმოჩნდა არა ხო გაგვ ტექსტი ეხლა ჩვენ ესე თუ გვინდა რომ და სხვა ჩვენ ესე ვასწავლეთ ჩვენ რომ ეხლა თვითონო იმდენად უნდა მეგობარს დახმარებოდა რომ ამ სხვერპლზეც კი წავიდოდა ამ დროს ავთანდილის ხასიათის აი რენესანსული ხასიათი რო დაიხატათ მაგარი ხასიათი დაიხატა როგორ არის ცი ეს ჩაიდინა რა ჩაიდინა აღარ ვიტყვი ახლა ვიც არის ასე ვთქვა თავს არ მოჭრე ახლა ჩემოზე რო ხურდა ხოლმე იყოს ესე მაგრამ ვისაც არ წაუკითხავს არ დაასპოილე არ ხო არ დავასპოილე მაგრამ თვითონ რა შობა იცი საკუთარ თავს იმშვიდებს და ეს არის მისი ხასიათის ხარბ ესო ნახე რა ვქენიო და ფიქრობს და თინათენს მიმართავს რომ თინათი აი შენი გულისთვის რასარ ჩაიდეც ხო და მე ხოლმე ხანდახა ვიწრო წეში ახლა და აბა ერთი თინათინს გაეგო ერთი მისი გულისთვის რა ჩაიდინა და რა მოვიდოდა მე რას ვამბ ამის საშუალებას ეს იძლევა ისე მივედი ჩვენ შეგვიძლია აი ამაზე ვსაუბრობ თორე ეხლა მე რატო განზრახ იქნებ მე მომეწონა არ მომეწონა შენ მოგეწონა ამაზე რობიკოზე ვამბობ არ ამ სპექტაკლზე ეს ერთია მაგრამ მას ქონდა თუ არა და შენ გაქვს თუ არა ვიღაცას აქვს რეჟისორს აქვს უფლება აგი ტელევიზიაში ვარ რომ მოიტანოს ვიღაცამ თეორიაში და ჩაგვიტო აქვს თუ არა უფლება რომ გადაიღოს თუ იცი რა მინდა ერთი რამის ამბავი აი მე ესმის ახლა რომ აი ფხისტყაოსანთან ჩვენი ეს დამოკიდებულება რაღაცები ასე შემდეგ მაგრამ
როდესაც ასეთი ტექსტების საკრალიზაცია ხდება, უცებ ახლა გამახსენდა ბულგაკოვი რა. მასენი მარგარიტა. ხო, რომ- რა ამბავი აწყდა ამ მასზე შარშანდელ ეკრანიზაციაზე, იცი? უბედურება დატრიალდა. ამ დროს აი ახლა არის დაწერილი. არა და თან და თავად თან ქრისტიანული პოსტიდან ძალიან საერთო ხო და მაგაშია მთელი ამბავი ბულგაკოვის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ არც კომუნისტური რეჟიმისთვის, ათეისტური რეჟიმისთვისაც მიუღებელი ტექსტი იყო და თეისტური რეჟიმისთვისაც, თეისტური პერსპექტივიდანაც მიუღებელი ტექსტი. არა, აქ მე მგონი განსხვავებული სიტუაცია. აქ ძირითადად ბაბადე, აქ რასაც მე უყურებ, ძირითადად პათოსის კერალი, ეგრე რადოქტაო. საბოლოო ჯამში მიდის, რომ თავი დაანებე. აი, რომ მიდის, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ახლა მართლა დისკუსიას ხوار დავიწყებთ, ახლა არც ალია ისე დისკუსიები მიდის ახლა, რომ იქ ვერ ჩაერევი ახლა რომ უთხრა რომ ხო და აბზნული თან არა, იმის მოსმენას არაფერი არ ჯობია. ხო და ეხლა იქ საბოლოო ჯამში რო გითხარი შენ როგორ გინდა მაშინ ახლა მართლა კომისიას ხوار შექმნი ახლა როგორ აი ესე იგი დღეს ერთი რაც არ უნდა სიტუაცია თქვან რა სიტუაცია საქართველოს თბილისში რამდენი თეატრია არის აი რამდენია 100-ზე მეტია კი ბატონო ძალიან 100-ზე მეტი თეატრია აი დადგა ვიღაცა ვეფხისტყაოსანი ისე დადგამს და ვეფხისტყაოსანის დადგეს და შენ ვერც გაიგე გაიგე უყურე სხვა რამეს გეუბნები მიყავს ახლა პოლიტიკის ვერ არაფერი პოლიტიკისგან არ მიყავს მე მიყავს იგითგან რომ არაფერი პოლიტიკა ეს არ არის უყურე ეს არის რა ვიღაცას გამოუვიდა ვიღაცას არ გამოუვიდა ვიღაცამ ნიჭიერად გააკეთა ვიღაცამ უნიჭოდ გააკეთა ისეთი სკანდალური რაღაცებია დადგმული რომ მოგიყვე არ დაიჯერებ მაგრამ არავინ არ უყურა ამას აი დარჩა ქვათ მღაღადებელი როგორც მღაღადებელი ქვა ისე დარჩა არც გინახავს მე აი რომ დაუნდათ მე რაღაც მოგიყვები რამდენიმე кейს როდესაც აი სკანდალი უნდა ყოფილიყო მაგრამ არ უყურა ხალხმა ან უყურა 200-მა კაცმა რომელმაც ვერ შექმნა რეცეპცია აი ეხლა ხო მოყოლებული მე როდის ვიყავი წინა კვირას ვიყავი შენ უფრო ადრე ხო აი ეხლა 10 მაისს იქნება ყველა ბილეთი გაყიდულია ნემსი არ ჩავარდება ანუ მთელი თბილისი ნახავს ვეფხისტყაოსანს ხო აი რობიკოს ტურუამ შექმნა ფაქტი, კულტურული ფაქტი, რომ შექმნა მე ესე ვიტყოდი სკანდალი, ლიტერატურულ სახელოვნებო სკანდალი, რომელიც დიდი ხანი არ ყოფილა ქართულ კულტურაში. მე აღარც კი მახსოვს, როდის იყო მსგავსი რაღაცა, რომ პოლიტიკის გარდა ხალხი ლაპარაკობს ლიტერატურაზე. ხო და მე გითხრათ, ამ ანუ გააცოცხლა ტექსტი. ისე არ დავამთავრებ სპექტაკლზეც ვირყვეთ უფლებებაც, მაგრამ ამბავი მოხდა ესეთი რაღაცა, ნახე? რომ დაბრუნდ ესე ვთქვათ ეს მე მგონია რომ ეს არის შესანარჩუნებელი რომ უცებ ესე იგი და თან სხვათა შორის დაწერა რაღაცა რომ იმ ღამეს როდესაც მთელი სოფლიო ელოდა სხვათა შორის რა სიმბოლური სიტუაციაა რომ ამ სპარსული და ირანული ცივილიზაციის განადგურებას რა თქვა რომ მე ამ ცივილიზაციას გავანადგურებ რა როგორი ჯერ ესეთი არის რომ იტყვია შაირია რა რუსთველური ამ ცივილიზაციას ჩასვა პირდაპირ ხო აი პირდაპირ ეს კიდე რუსთაველმა არ მოისმინა ირანის დამამხობელი ხო არა ცივილიზაციას ხო და მოიცადეთ ხო და ამ დროს ირანის დამამხობელსა საქართველოს მთელი საქართველოს ასაობს სიამდვილეში მაგრამ საქართველოს ასე ვთქვათ სოციალური ქსელები დუღდა ვეფხისტყაოსნის გამო ხო გენიალური და ვკითხულობდი ხარ მე ძალიან ვერ გადავდივარ ხო მაგრამ მართლა მოაქვს ახლა ესეთი ბანკში სუსტი და ვერ შეიძლება ქება ჩვენ გვერდზეა რაღაცა ხდება და დილის 4 საათზე უნდა დაწყებულიყო და ბოლო ადევნები თვალს რა მოხდებოდა და აქ იყო ესე იგი ესე იგი ქაჯეთის ციხის აღება დონის ომი იყო ამბავი ხო და აქ და ეს კარგი ამბავია თავისთავად თუ ეს ესე ძალიან მაგარია არ ჩვეულებრივი ამბავია ეხლა ცუდი არის იცი რა არის კიდე უფრო კარგი იქნებოდა ვეფხისტყაოსნის ამბით რო იყოს მაგრამ აი ცუდი რა არის მაგალითად იცი ამაში კიდე ამაში გამოჩნდა რომ კარგი ის სპექტაკლი მაგალითად უყურებ და როგორი მაგალითად შეიძლება რომ შენის მოგეწონა არ მოგეწონა საუბარი იყოს მე ის ნუ უფრო ძალიან პროფესიონალურია მიზანსცენა რო არ მოეწონა და ის რაღაცა ну, კი ბატონო, მოს თეატრწოდნეული თვალსაზრისით მეგრე არ უყურებ ხოლმე. ან უკეთესად ითამაშა, ამან უკეთესად არ ითამაშა და აქ არის ახლა ერთები საუბარი. შენ თუ თქვი რომ მოგეწონა, მე ვიცი რომ შენი არ იყოს უკვე კანი გამისქელდა და ახლა რას იტყვიან, რა შეეგინებიან. მე თქვი რომ მომეწონა. და შემილია შხამენად საუბარი, მაგრამ მიმართა ჩემეგობრებს საათი და ნახე. აი ხო ვიცი ორმა მეგობარმა მითხრა რა შენ რო თქვი წავალ და ვნახავდი რომ ვიღაც ადამიანებს ერთმანეთს გზია ჩვეულებრივი აი კაი წიგნია რომ თქვი წავალ წავიკითხავ ხო? ეხლა ვინც შედაგიჯერებს მაგალითად გალაქტიონის მშვიდობის წიგნს წაიკითხავს, ვინც არა არ წაიკითხავს ხო? და იტყვის რომ
ასე და ისე, ასე შემდეგ. ეგ ზაზას მოწონს, მაგას ხელს არ მოვკიდე. არ მოვჭიდე, ხო? მე არ ვამბობ რომ ესე იგი მე არ ვამბობ რომ შედევრია. არა. ესე იგი ამის შრომა. მე გაცილებით უფრო მიყვარს მაგალითად 27 წელს კრებული ან არტისტული ყვავილება, ეს ყველას მოწონს. მაგრამ თავისთავად ესე იგი ის რომ იქ არის მართლა გენიალური ადგილები, ახლა გალაქტიონი ამხელა რაღაცას თუ დაწერდა, რაღაცა ძალაუნებრად სულ რამდომობდა გენიალური გამოვიდოდა. პროცედურულად არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ჩანაფიქრი არის ძალიან საინტერესო. ესე იგი, ეს არის პოსტმოდერნი, ხო და რა მინდა მეტაფიქციური. ამის მიმართ არის და ძალიან ისეთი რა. მე აქ უბრუნდე ამის გარკვეული გასაღებია ვებსაუსნის. გასაღებია ამის იცი რომ ამ გინებს და ამის ქვეცდები რა აი ადამიანი ისეთი უცხო კი არა აი რომ დიდი ხანია გიცდობს რომ ეს შენ როგორ დაწერე ხო იწყებს საუბარს ხო და ამის უკან მე არც განახარ წკიზარა თუცა თვითონ ფორმა უცნაური ხა ამდენი ხანი კაც რო იცდო 50 წელიწადი და უცებ ახლა გეუბნება რომ ეს როგორ დაწერა და ახლა ეს როგორ მოგეწოდა და ხა ესე იგი უცებ ახლა აღმოჩნდა რომ ეს მაინც ეს ვთახე და ეს როგორ მოგეწოდა მაგრამ მე ამას იმით კი არ აღვიქვა მე რატო მითხრა იმან და ეს დაძაბული ამის უკან მაინც შეიძლება ჩვენ როგორ გავალთ აი აქედან როგორ გამოვალთ აი ამ დღეებიდან ამას დავტოვებთ მე თუნდაც ეს უფრო მაშფოთებს თუნდაც მასწავლებელს ხო ჩვენ თუ დავტოვებთ ამას საკრალურ თემად და იქნება გაიმარჯვებს რომ ამას არავინ აღარ შეეხოს აი აბა გეუბნები აი თქვათ დამტკიცდა ერთხელ აი დააც დამტკიცებულად ითქვა და მოკლედ გაიმარჯვა იმასმა რომ იტყვე პათეტიკურად და უტრირებულად გეუბნები რომ მოკლედ ესე არ შეიძლება და თუ ესე არ შეიძლება ეს დიდი ხნით 50 წლით ეს აღარ გაბედოთ არავინ ხო ესე იმიტომ რომ აი რა ფორმით უნდა გავბედო მართლა მე ყველა კი არ გეუბნები პროფესორ მართლა ჯერ პროფესორებს ხარ შევკრიბავ როგორ უნდა გადავიღო როგორ უნდა გავაკეთო ხო ანუ მე არა მაქვს უფლება ავთანდილი ესე დავინახო ტარიელი ესე დავინახო ის ესე დავინახო ეს ესე დავინახო იმან ცოტა ხმამაღლა თქვას იმან ცოტა მე რა დავინახე ახლა იცი არც ვეხები სიტუაციას თურმე არა მაქვს უფლება რომ ტექსტში კი წერია ვახტანგიც ამობს და ეს შარაინდო რომანია ჩვეულებრივი და ესენი აი როგორც მუშკეტერები ცხოვრობენ ისე ეს რაინდები ისე ერთი რო თქვა მაინც რა ეპოქა არის რადგან კეთ ცოტა ვერ გვევით ამ ეპოქაში და ესენი არიან ძალიან ამათვაზე იდეალიზირებული ესენი არიან მეომარი ხალხი ამათვის არც კაცის მოკვლა არაფერი არ არის ისე არიან ქათამივით ესე ის ვოკალი დროს ატარებენ ილხენენ ერთობიან მეკობრეობენ და ღმერთო კაცსა უკლედი ვითად ხასაო ხო და ღმერთო და ისა ამ აი ზაზას და რუსთაველი რო ლომკაცისა და გიორგი გიორგი რა მინდა ეკითხა რუსთაველი რო დასაწყისში გმობს არ ძაღს უგულო ლაშამტრულშიო და საზამაც რო კითხვა ძალიან და ამ გმირებს ძალიან სულაც არ ძულთ არის ხო აი ბატმანის ამბები არა მარტო ეხა უყურე არა არიელის პირადი ცხოვრება რო თქვა ხო ნუ ნახერაკ ეს სათაურია ტარიელის პირადი ცხოვრება ესე იგი არა რომანის სათაურია ესე იგი ტარიელი რომანში აი ნახერა არის ეს იმიტომ ამ წერალზე როგორ დავწერდი ის ხო მოგწონს ეს საი მუშკეტერი რო არის და ამბავი და დარტანიანი ხა ტარიელი ახლა თვითონ ყვება თან რომ თავგადაკლული რო არის და რუსთავლებმა რა არიცოდა ეს სამი თეორია არიცოდა წირად დაწერა თუ რატო აღწერა ახლა თუ უწეს იდეალური გმირიაო და თვითონ წერს აი სიცოცხლე სისხლი ამ ყველაფერი ტირის როგორც იცის ყველაფერი სისხლ მოზლის და გდივარო და სიცოცხლე აღარ მინდაო და ამ დროს მითხრეს რომ ვიღაც ხალი მოვიდაო გვაქვს ასფალტი. კი. პირველად შემოდის ასფალტი ნახულობს და ეს უყურე მოდი აქ მომესიყვარულე ეუბნება და ის ეუბნება ვაიმე მომიკვდა თავი მაგიტო არა ვარ მოსული წერილი მოგიტანენ ესტანის. ანუ ვიღვედა იმისა აი დამრედი გადაუხია. ეხლა რუსთაველი არ მართალი ამას რუსთაველი ზუსტად ამაშია საქმე. მოცა რუსთაველმა რა გითხრა რომ ესო ესეთი იყოსო თუ ეს არის ტარიელი ახლა და მე არსად ახე არსად ამაზე საუბარი აღარ არის. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითია სხვათა. სადაც აი ერთ დეტალში ჩანს ეტიკეტი ჩანს გადასარევად. ანუ როგორი ამა ეს ჩვეულებრივი ესეთი ტიპები სხვა არის და სექსი სხვა არის. ბეგე? ქართობა სხვა არის, მაგრამ დაძობაც როგორი ურთიერთობა აქვს როგორი. არ მინდა გავუშვა ხელიდან, რა შე რამდენჯერ მეახსენე და ძალიან საინტერესოა აკრძალული. ხო თქვი საკრალური. აი საკრალური არის ის, რაც არის აკრძალული. წმინდა, უყურე, ძალიან ბევრ ენაში ქართულში რუსული ვითარება გვაქვს.
არის განსხვავება ორი სხვადასხვა სიტყვა გამოიყენება სიწმინდისა და საკრალურის აღსანიშნავად. ჩვენ ქართველებს არც აგვაქვს და ვამბობთ საკრალური. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიტყვა გამოიყენება, კურთხეული გამოიყენება რაღაც სიტუაციაში მიძღვნილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. 1-9 კონტექსტის მიხედვით, აი საკრუმ რო. ლათინურში არის ორი სიტყვა, sanctus, sacrum. ასევე ბერძნულში hieros, hagios. ძველ სპარსულში არის spenta, iosashta თუ რაღაცნაირად გამოითქმის. ანუ ერთი წმინდა არის ის, რომელიც არის ღვთაებრივი და რომელსაც უნდა მიეახლო და მეორე არის აკრძალული, რომელსაც აი ის რო არის, რა ქვია, მიყარება რო არ შეიძლება, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, უყურე ეს ხო ისტორიული არ არის, საკრალური და სიწმინდე არის წარსულშიც, არის აწყოშიც და არის მომავალშიც. უბრალოდ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავდებით იმისგან, თუ რა არის ჩვენი სიწმინდე. სადაც არის საუნჯე თქვენიო, იქ იყოს გული თქვენიო. ვიღაცისთვის წმინდა არის ეკლესია, ვიღაცისთვის წმინდა არის ადამიანის უფლებები, ვიღაცებისთვის არის LGBT წმინდა და ან საკრალური. აქედან გამომდინარე, დღეს არის ბრძოლა სხვადასხვა საკრალურებს შორის. და ვეფხისტყაოსანი არის ერთ-ერთი აი ესეთი ბრძოლის მესე ვიტყოდი. ვეფხისტყაოსანის არის ის წითელი ხაზი, რომელიც მუდმივად გადაილახება. ხო და აი კაი რაღაცა თქვი და დღეს ვაკეთებ თქვენ. ეგრეც არ შეიძლება. ესე იგი საკრალური თუ ამას ვამბობთ, ჩექებით კი ბატონო, აკრძალული არ უნდა. აკრძალული ხო? არ არის აკრძალული. არ უნდა იყოს. აქვს. ეს მომენტიც აქვს. ხო, მაგრამ არ უნდა იყოს. აი ხა ეს გამარტებას გეტყვი. ხო და მე ესე მგონია თუ ჩვენ ამას ეხლა მე რა ჩვენ თუ ესე გავაგზავნებთ ამას გამოვიყენებთ. ეხლა უნდა აკრძალოთ თუ არ ნახე. შენ კარგად ვიცოდეთ, ვეფხისტყაოსნის ყველაზე ძველი ჩანაწერი არის არახელნაწერით, რომელიც არის ვანის ქვაბშია ხო? და ვანის ქვაბებში. რამდენიმე ჩანაწერი, ერთი ჩანაწერი ეცენ ანახი მაგ ეგერ არის. მე-13 საუკუნე, მე-15. არა, მე-15 საუკუნეა. ნუ აი ესე აი ესე რაღაც. ვიღაც მომბერი. მონაზონი, რომელიც მოგეხსენება ეთყობა ძალით აღუკვეციათ, მაგრამ აქეთ დაგიხ. და რაც რიქონია? ციხესვზი, ეგზო, მაღალსა, თვალნი ვერ შემოწმდება. ეს ნესტანი ამბობს იმიდან. ძალიან მაგარია. თვითონ იქ ზი მონაზონი ღმერთთან გაუმართლებს მე-15 ხო? იმის თავის ვანის ქვაბი ხო. აი ამ ერთი სტრიქონიდან როგორ კითხულობს ის არა? ის კითხულობს ამას, რომ გამომიშვიდა, კითხულობს როგორც დიდ ადამიანური სიყვარულის, ადამიანური ურთიერთობების იგზა თავს ახდენს იდენტიფიცირებას ნესტანთან, ენატრება. ხო, აი ამ ნესტანთან უკვე არის. უკვე ეს არის მკითხველის საზოგადოება. დიდი პატევისები და მას ლიტერატურის ისტორიის ისინი სვაჭირდება სახელმძღვანელოები, რომ არც იცის. ექსტენსიური განცდით. აი, ისი განცდით არის. ამიტომ ვეფხისტყაოსანს აქვს ერთი თავარი რაც აქვს, რომ შეიძლება თავისი იდუმალ ხა აბა რა ვქთათ, მაინც არ ვიცით და ამაშიც გენიალობაა შეიძლება რომ ერმა არ უნდა იცოდეს ვინ არის, იმიტომ რომ აი როგორც დიონისე ევროპაგელი ვინ არის, არ ვიცით. ეს მისტიკოსი, ესეც არ ვიცით. აი უბრალოდ თან ამ გერმანელებმა მე-19 საუკუნეში წარმოიდგინეს როგორც ეს იყო ფალსიფიკატორი. დიონისე არიოპაგელი საქმე მოციქულთაში ეხლა იკითხება სხვა შორის ეკლესიაში. არის პრახადნოი პერსონაჟი. იქ პავლე ჩავიდა ათენში და ვერავინ ვერ მოაქცია, ნუ ხა სხვა თემაა ძალიან საინტერესოა სხვა რატო და მარტო ორიო ქალიო დამარისიო და არის მუნიციპალიტეტის წევრი ვინმე დიონისე. აი გეგი უგულავო რომ მუნიციპალიტეტის წევრი რომ მოექცია დაუშვათ. ხო? ანუ არაფერი პრახადნოი. ვიღაცა მისტიკოსმა მე-5-6 საუკუნეების, მე მგონია მაინც სირიული წარმოშობის იყო, აიღო ეს ფიგურა და გააუჩინარა თავი. აი ასევე ის რომ ჩვენი ფიგურა ავტორი არის უჩინარი, არის აი ეს მისტიკური კავშირი, მე ესე ვიტყოდი დიონისესა და რუსთაველს შორის. დიონისე არის მაგალსა და რუსთაველს, რომელიც სამჯერ მოიხსენიება ნაწარმოებში. მოკლედ შეიძლება გავუჩინო, ესე იგი როგორ და წავიდე და ბოლო ერთი სიტყვა ვითხარი სპექტაკლთან და როგორ უნდა იყოს ეს აკრძალული. მივცე დაუტოვოთ თუ არა ადამიანებს რომ შეიძლება. დღეს ვერაფერს ვერ აკრძალავ ისეთი არა. მაგრამ ვეფხისტყაოსნის ეს ინტერპრეტაცია რობიკოს ტურუასეული არის ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი. იქ არის საუკეთესო გაგებით პოსტმოდერნი არის, იმიტომ რომ მართლა სხვადასხვა სტილები არის თან ძალიან ამაღლებული პათოსური, მე რაღაც საოცარი ირონია და გროტესკი, მაგრამ არის მომენტი, სადაც მე პირადად აი ცრემლები წამომივიდა, თანამედროვე თან ეს განათება და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას, როცა პროექცირებულია მთელი ეს ვარსკვლავებიანი ცა და ჩაერთო და ისმის
ჩემი საყვარელი გურამ საღარაძის ხმა გარდაცვლილის რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა ზეგარდმო არსნის სულით აყვნას და ცხრემლები წაუვიდა ეს იყო აბსოლუტური შედევრი დაახლოებით ახლა ვივა მაესტრო და გიორგი რა არის ცეთა ზუსტად მიყვება ტექსტი არის აბსოლუტურად არა როგორ ვხვდით ტექსტი მიყვება ზუსტად მე რაც მაფრთხობდა ну როცა მეკითხავს ადამიანის პოზიციიდან რა ერთი ორჯერ მაგცალთ ხო და რაც მაფრთხობდა რომ დავწერე სხვა ჩვენში მიმიწერეს რომ შე თუ გონია ტექსტი აძილებს იმიტომ რომ ეს რუსთაველის ტექსტი ისეთი გენიალურია რომ რო კითხულობს რომ გამომიცდეთ სკოლაში და მათ არ პრაქტიკა არ ქონიათ ისეთი არის რომ მესამე სტროფზე ისხლიტავს უგეცე ისეთია ბიჭო 16 შაირიანი რო ალაგე და აი მიშა რო აისხლიტა ხო და რომელმა შექმნა სამყარო და ტექსტი გეპარება თეორიული სიტყვა აი მას ვფიქრობდი რომ როგორ იქნება საუბარი, იმიტომ რომ აქაც გვიფიქრია რომ მოვიდენ აქ სხვა ჩვენს ახალგაზრდები მოვიდე გადავიღე მეკითხე როგორ ხედავთ თქვენ ტექსტის თუ გადმოიტან პროზად და ეს არის რაც არის აი დაიღუპა ყველაფერი ხო ჩემთვის ახლა ეს არის აბა პროზად ახლა გადმოხარ და შე გადაიხარ სად მიდიხარ როგორ მიდიხარ და რო უვადვილებენ იმ ბავშვებს და რომ მკითხო აი ეს არის ერთ-ერთი მავნებლობა მგონია იმ ტექსტის ესე გადმო რაც მოგვითხროს ვეფხისტყაოსანი და რაღაც დავანებოთ თავი არც მაგის არა იცი რა არის ახლა პედაგოგიური მიზნებით შეიძლება პედაგოგიური მიზნებით მაგას არ მეკაბათო ხე განმარტებები უნდა და აგერ არის შვედიერი ნათაძის და ჭიჭარაულის გამოცხადება მაშინ გავხსენოთ მანდელშტამის გენიალური ფრაზა პოეზია და то что пропадает в переводе მათ შორის საკუთარ ენაზეც ხო და ეს უნდა ხო აი და აი ეს ფიქრობდი ტექსტის რომ ეს როგორ იქნება თქო აი იმიტომ გადატადი იმიტომ შეიძლება რომ იქ ახლა ამხელას ტრიქონი რო თქვას სწორად და დიდი პასტები უბრალოდ მაყურებელი დაიძაბება და ვეღარ გაიგებს იქ საკმარისია ორი სიტყვა არ იცოდა და ახლა ხარ გამოგეგიდები ეს ეთყობა იწვალეს 30 წელია და როგორ არის ესე იგი ჯერ წყარებათ აქვს დაშლილი მერე გამოტანილია და აქვს ესეთი ხერხი დავინახე რომ ეს ერთი ხო ამბობს და მერე ქორო იმეორებს მერე კიდე მეორებს და მერე ხვდები და აი მე ბავშვს რო წაიყვან ის ბავშვი არ გეტყვის ვერ გავიგეო აი რასაც აი სკოლაში რო და გებეშტება და ზუსტად მე მაგალითად პირდაპირ დავუყვანდი სკოლებიდან ბავშვებს და ამას აი რამდენჯერმე მოასმენდი ხო და ახლა ციტატები მაინც დარჩება სიტუაცია და მე კიდე გითხრა რომ ეგეთი კდებით გაკეთებული და ის რაც არის და ხა თუ ეს აკრძალოს რატო თუ ისიც კი რაც არის ნაჩვენები არაფერი არ არის სინამდვილეში არ იყო მაშინ ლაიზა მინელი კაბარეში 70 წლებში მაშინ ეს უნდა არა მაშინ ვეფხისტყაოსანი უნდა აკრძალო იმიტომ რომ ესე კი არა ესე გადავიყო რომ სურო პროფესორები შეიკრებოდა ეს უნდა ქთან მე ხა სცენები იქ არის ამბები რომელსაც ვერ ეხლა თუ მომისვიდე თუ ავთანდილმა ფატმანს არ აკოცა და ტარიელმა არ დახოცა ეხლა ეს ხალხი და ამბავი არ ქნა და ამბავი არ მოხდა და ისე დაქნა და ამათ ეხლა პროფესორებივით ეხლა იმითი წავიდნენ და მარტო ამან მარტო ავთანდილმა თუ მარტო ეს ილაპარაკა მე სიტყვას ერთსა კადრე პლატონისგან სწავლად თუმცა და ჩვენ ვილაპარაკეთ რა ბრძენია და გავარჩიეთ პლატონური ვის არ დავიდა ახლა ჩამქოლა ვის უნდა ახლა ეგეთი ავთანდი ვის ვატყუებ არა ვის ატყუებ კი არა ვის უნდა ეგეთი ავთანდი ეგერ კაცო მაგი რო ქონდა იქ იყო პლატონი ეგეთი პლატონს აიკითხავ რადგან ახლა ამი პლატონის სიყვარული ხო იცი რა არის ხო და არა ავთანდილი უყვება როსტევას პლატონის შესახებ და აგერ არის პლატონი გამოცებული და წაიკითხე კაცო მაგრამ როგორია ცოცხალი ადამიანი ამბავია და მერე და მიდის იქ ატომიდის როგორ არის თან რო დახებრებგოსი და ეს ადვილია რატომ მიდის ეგა თან სხვა შორის როგორი საინტერესო ამბავია იცი საფთანდილი რო გითხრა ამას არ ექცევა ყურადღება დიდი სამბით არის მოწოდებული რომ როსტევანი ხო რატო გადაიერია ახლა კაცი იყო თავისო დიდარის პირას და დაიჭირა და მოკლედ ეს მოვიდა და რუსთაველიც აღწეს ეს დარდობსო და მთელი სამეფოც დარჩია ხო ამდროს ახლა ისე რო თქვა რა შევა ამდროს საფთანდილი ავთანდილი არის რომ გავგზავნე პერანგოსანი არა პერანგოსანის ის და ჩანგზე ვღერისო და სხვა მიაქცია აი სუპეხებზე კიდია აი ეს ამბავი იმიტომ რომ აწყვილი აქვს ხორბა და რაც თავარია როსტევანი რო დაეწია ეს რომ მიწენ ეს ავთანდილი იქ არაჩას ვაფშე არ აწუხებს ეს სუპეხებზე კიდია კი აი მოკლედ ესე იგი შეიძლება შე როგორ მიგაჩნია რომ გაბეფსყავსანზე მე ესე მე მიმაჩნია რომ ბავშვები უნდა ვატაროთ რობიკოს და მე მგონი ეხლა ეს მე შეიძლება ვიღაცამ წაიკითხოს კიდეც ხო და ვეფხისტყაოსანი მე მგონი ეს უნდა შევინარჩუნოთ და შეიძლება რომ მე დიდი მადლობა დაიწყოს საუბარი რობიკო ბატონ რობიკოს უნდა მივუთხარ დიდი მადლობა მთლიანად მისი შემოქმედებისთვის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმისთვის რომ ახალი მუხტი მისცა ქართულ ლიტერატურას, ქართულ თეატრს და ქართულ ზეპურ საზოგადოებას
კი ბატონო, მადლობა განხილვისთვის და ისა რა ქვია. მე მგონია რომ კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა ჩვენი პოდკასტის და არ ვიცი ახლა ნახე შენ ახლა მე მგონი რომ გადავიტანთ მაგასაც. ოპტიმისტური დოლარის სხვა დატრიალებულად ჩვენს თავზე. კარგი, მადლობა მოკლედ მოსვლისთვის და განხილვისთვის. გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს შემდგომ პოდკასტში.